მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, თქვენ უყურებთ გადაცემას, რომელსაც ქვია დიდი გადაცემა და ბატონი გიორგი სოციაშვილი გვეწვია მოგესალმებით ბატონო გიორგი ქრისტიანსკა ჭეშმარიტად და ვიწყებთ ჩვენს დღევანდელ ინტერვიუს. ბევრი რამე ხდება მსოფლიოში. პირველი ის, რომ უკრაინის დრამა ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, ეს ომი რა თქმა უნდა პირდაპირ მოქმედებს ჩვენზე. ტრამპს კითხეს, რომ რუსეთი რა დათმობებზე მიდის, რომ თქვენ ამდენ რამეს ათმობინებთ უკრაინასო და ნუ იცით რაზეა ლაპარაკი, ყირიმი უნდა ცნოს, ნატოზე უარი უნდა თქვას, ცეცხლის ხაზი რაც არის იქ უნდა გაიყინოს ყველაფერი ტერიტორიები დათმოს და ნუ ასე შემდეგ უბედურება. ზაპოროჟიეთის ატომური სადგური ამერიკელებს მიცეს პორტები, მინერალები, ნუ მთელი ამბავია რა და ნუ კითხეს ტრამპს ჩემი ყურით უსმენდი და მთელი უკრაინა რო არ დაიპყრო, ეგო დათმობა არისო, აბარა, ნუ ხვდებით ახლა ეს არის როგორი ცინიკური, მაგრამ ნუ ეს არის დიდი იმპერიის პოლიტიკა და წააკეთეს მურია, შეაჭამეს ძაღლს გამოუვიდათ. დამთავრდება სამწუხაროდ უკრაინისთვის ძალიან ცუდად დასრულდება ეგ და აქ ბევრი რამე შეიცვლება. ჩემი აზრით, მაგრამ დღესდღეობით ჩვენ კვლავ უყურებთ აი 30-40 კაცს, რომელიც მაიმუნობენ და რაღაცა გქონიათ, რომ პატრიოტობენ პარლამენტის წინ. აი პირდაპირ შეკითხვა, როდის უნდა დასრულდეს ეს? ხო შეუძლია სახელმწიფოს აი ეს მაიმუნობა დაასრულოს რა. მოგესალმებით ბატონო შალო, მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს, მადლობას გწირავ გადაცემაში მოწვევისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დავიწყებ იქედან, რომ უკრაინის ომმა დაანახა მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩვენ აი ამ რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში მყოფ ხალხს, როგორი წინ დახედულება, როგორი შორს მჭვეტელობა მართებს ხელისუფლებას, რომ რაიმე მოუზომავი განცხადებით, რაიმე მოუზომავი ნაბიჯებით ქვეყანა არ გახვიოს რაიმე დიდ უბედურებაში და ხედავთ რა დაემართა ამ საცოდავ ხალხს, ამ ქვეყანას. მისი ტერიტორიის უზარმაზარი ნაწილი არის მიწისპირისაგან აღგვილი, უამრავი ადამიანის ცოცხლე შეიწეულია და პრაქტიკულად ჯერ კიდე არ უჩანს საბოლოო, ასე ვთქვათ, რაღაც კონტურები გამოიკვეთა ამ ომის დამთავრების, მაგრამ მაინც ჯერ კიდე ასეთი სირთულეების წინაშე დგას. მთლიანად შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგი და შეიცვალა მთლიანი გეოპოლიტიკური მოცემულობა და არქიტექტურა, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ ომმა თავისი დაღი დაასვა ყველაფერს. რაც შეეხება თვითონ აი ამ აქ ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყეს ეს ამზადისი, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ჩათრეული ამ ომში. ერთიანი გეგმა იყო შემუშავებული აი იმ deep state-ის, რომელსაც როგორც ხანდახან იტყვიან ხოლმე, რომ ჩვენ თითქოს ჩვენი მოგონილია რაღაც ეს deep state, თითქოს ჩვენ რაღაცა მითიური არსება იქნა შეთხზული ჩვენს მიერ. სინამდვილეში ამ deep state-მა ისე გაიდგა ფესვები ევროპის ძალიან ბევრ სახელმწიფოში და ისეთი დღის წესრიგი შემოიტანა, თავს მოხეული დღის წესრიგი, რომ აი პრაქტიკულად ჩვენ დავინახეთ რა ბედი ეწია უკრაინულ ხალხს, ამ საცოდავ უკრაინულ საზოგადოებას და აქაც იგივე სცენარის განხორციელება იგეგმებოდა, ამისი სამზადისი არსებობდა, მოდი ასე ვთქვათ, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ამ შეთქმულებაში ჩართული იყო ეს ძალა, რომელიც დღეს ესე რამდენიმე ასეულ კაცამდე დავიდა და ესე დარბიან წინ და უკან და საზოგადოებას მოღბეზრეს თავი. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში მიიღეს ძალიან დიდი დაფინანსება სწორედ ამ საქმეში, რომ მუდმივად რყევაში ყოლოდა საკუთარი ქვეყანა, საკუთარი საზოგადოება და როგორღაც ესე იგი ცეცხლი ანთებულიყო, ცეცხლის კერები გაჩენილიყო საქართველოში და ბუნებრივი ეს ნიშნავდა კავკასიაში ახალი დიდი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებას, რაც ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი კატასტროფით შეიძლებოდა დამთავრებულიყო და აი აქ სწორედ აქ გადადგა გონივრული ნაბიჯი ჩვენმა ხელისუფლებამ. გავა რამდენიმე წელი, მე ბევრჯერ ვიმეორებ ხოლმე ამ ფრაზას, გავა რამდენიმე წელი და ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო ნათლად დაინახავს თუ რა სიმამაცის ფასად, როგორი გამბედაობის, როგორი საკუთარი მსხვერპლის გაღების ფასად, მოდი ესე დავარქვათ, შეინარჩუნა მშვიდობა ქართულმა ოცნებამ და მისმა დამფუძნებელმა ბატონო ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში. რომ არ ყოფილიყო ეს გუნდი, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა კიდევ უფრო გაცილებით დიდ კატასტროფის წინაშე, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომი და აი ეს ძალები დღემდე, აი ბოლო, ესე იგი, ყველა შანსს იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც იქნება კიდე მოხდეს აი ამ კონფლიქტის გაღვივება, რაღაცა ხელახალი ნაბიჯები გადაიდგას ამ ესკალაციისთვის. თუმცა, როგორც დავინახეთ, მათ ეს არ გამოსდით და ვერც გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლების ხედვა, ჩვენი ხელისუფლების სტრატეგია სულ თანხვედრაშია
ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან და ჩვენი ხალხის ნებასთან. ეს ჩვენი ხალხის ნებაა, რომ გაყაროთ ის 50 კაცი. ჩვენი ხალხის და შემიძლია პირდაპირ გითხრათ ყოველგვარი მიკი მოკივის გარეშე რომ მოგბეს და ამაზეც გეტყვი მე მესმის საზოგადოება ძალიან დაიღალა ბევრი გვეუბნება და ბევრი ამბობს მობეზდა საზოგადოებას ეს გაუთოებელი ყიჟინიციარული ქუჩებში რაღაცა გაუთოებელი გზების გადაკეტვის მცდელობები რაღაცა პიკეტირებების რაღაცა მცდელობები და ამაზე ძალიან სამწუხაროა როდესაც ესეთი ძალები დღენიადად ცდილობდნენ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას და რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას ამაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორები რატომღაც ხმას არ იღებდნენ მათ შორის საელჩოები და პირიქით ხდებოდა რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ პროექტები უცხოელ პარტნიორებთან ყველაფერი გასაგებია ორმაგი სამაგი ოთხმაგი სტანდარტები აქვს და ჩვენ უკვე დიდი ხანია მათ არ გვიქვთ როგორც რაიმე სახის პარტნიორად შეუძლებელია ის ადამიანები, რომლებიც ახლა ჩინოვნიკები, ევრობიუროკრატია აღიქვა სერიოზულ პარტნიორებად, იმიტომ რომ ტყუილი, ფეიკი, ვიღაცა ნახევრად ტერორისტების უჩანანუაშვილების დაფინანსებით. ეგ ცალკეა. მე უბრალოდ მართლა რახან ვიყურებს ხალხი, მართლა აქვს ეს კითხვა და შეუძლებელია ეს კითხვა თქვენ არ დაგისვანან, მეც მისვავენ, ხო? რომ აი ეს 50-60 ბომჟი მაპატიეთ. ნუ არ შეიძლება ეგრე რა. აი ნახეთ როგორი სიტუაცია თანდათან მიხვდა საზოგადოების ის ნაწილი ვინც აი ამ პროცესებში იყო ჩათრეული ნებსი თუ უნებლიეთ იმიტომ რომ ბევრს რაღაცა შინაგანი რწმენა ქონდა თითქოს ასეთი რომ აი ამითი ქვეყნის რაღაც ევროპეიზაციის გზას იცავდნენ და ასე შემდეგ თავიდან ეგრე ასეთი იმიტომ რომ მე წეღანო შემთხვევით არ მიხსენებია ეს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების სამზადის ფრანკლინის კლუბის შექმნა, სხვადასხვა მსგავსი წარმონაქმნების შექმნა, სამზადისი იყო. ახალგაზრდების მომზადება ხდებოდა ამისთვის და ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი აქ. აი სხვადასხვა მინდა გითხრათ რომ რამდენიმე ხა დღის წინ ჩვენ დავაინიცირეთ ქართული ენის დაბრუნების კანონპროექტი. ძალიან კარგი. და ეს რა მოხდა ესე იგი რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ქართული ენა განდევნეს. სავალდებულო გახდა. სავალდებულო ხდება და ეს ყველაფერი აი ამ შეთქმულების შემადგენელი ნაწილი იყო. ქართული ენის განდევნა, გეგმის, რა თქმა უნდა, სამზადისის, ქართული ენის განდევნა და სხვა ნიუანსები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ფრანკლინის კლუბის ჩამოყალიბება, ასეთი კოსმოპოლიტური, ასე ვთქვათ, ყველაზე ცუდი გაგებით თქო, კოსმოპოლიტური აზროვნების შემოტანა და დამკვიდრება ჩვენს ახალგაზრდობაში, რომ ესე იგი თანამედროვე ახალი ტიპის ქართლის შექმნის მცდელობა, რომელსაც თავარი რაღაცა ფსევდოღირებულებები უნდა ყოფილიყო და არა ჩვენი ეროვნული ფასეულობები და ჩვენი ეროვნული იდენტობა. აი ამაზე მიდიოდა სერიოზული მუშაობა და ძალიან დიდი გეგმა იქნა დაწერილი, შედგენილი, ძალიან დიდი ფული იქნა დახარჯული და აი ამ გეგმის ამოქმედების სამზადისში უამრავი ადამიანი იქნა ჩათრეული ამ პროცესში, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ ეს მსხვილი NGO-ები და ამ NGO-ებმა ჯიბე გაისქელეს ამ დაფინანსებით და სამაგიეროდ ესე იგი ახდენდნენ შეცდომაში შეყვანას ჩვენი ახალგაზრდობის რაღაცა ნათელი მომავლის დახატვით და ასე შემდეგ. და სააშკარაოზე გამოვიდა და ეხლა თანდათან საზოგადოებამ დაინახა რომ რა ძალებთანა გვაქვს საქმე. ამ ძალებმა რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ჩვენი საზოგადოება თავის დროზე და რა სიტუაციას უქადნენ ისინი ქართულ სახელმწიფოს დაინახეს. ამიტომაც არის შემცირების ძალიან სწრაფი ტენდენცია წამოსული. შემცირდა ეს ასე მომიტინგეების კი არა, მე მომიტინგებს არ დავარ, ესენი არიან დესტრუქციული რადიკალები, რომლებიც ესე იგი მე სახელ დავარ, ბომჟები. ხო, მე მაქვს უფლება რადიკალთა დაჯგუფებები, რომლებიც რადიკალები არ არიან, რადიკალი არის ადამიანი. რადიკალი არ ადამიანი, რომელიც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს უკვე. ან შეუძლია თავისი იდეების გადმოცემა. აი ეს ფსიქიურად ცოტა ვერ არის, ცოტა არა საიმედო გამოიყურება, ექიმმა უნდა იმუშაოს მასზე. აი ეს ადამიანები, რომლებიც შეპყრობილები არიან, ჭინკებით შეპყრობილი ადამიანები, 50-ოდე 60 კაცი, რომელსაც აქვთ თვითმიზანი. იცით რა, ნებისმიერ საზოგადოებაში 60 ფსიქიკად დაზიანებულ ადამიანს ყოველთვის იპოვენ, რომელიც გამოვა და უზარმაზარ ქუჩას გადაკეტავს. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი. სახელმწიფო ცოტა კაცადაც უნდა იმოქმედოს რა. ერთი და იგივე ხალხს დაჯარიმება კარგია, მაგრამ ისინი უცხოელი მაიმუნები უხდიან ამ ფუსტებით. ანუ ნებისმიერ ქვეყანაში ყოველთვის გამოინახება 60 ცოტა შეშლილი ადამიანი, რომელიც აი მაზოხისტი რა, რომელიც გადაკეტავს. არ არის ეგ სწორი რა. სახელმწიფო მაქსიმალური სტანდარტების მაქსიმალური დაცვით. თუ კი შეიძლება, ესე იგი
ყველაზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა სახელმწიფო, როდესაც ესე იგი მიდიოდა პირდაპირ შტურმი პარლამენტის შენობაზე და ახდენდნენ რუსთაველის პროსპექტის პარალიზებას და დედაქალაქის პარალიზებას. ლამის გადაწვეს მთელი რუსთაველი მოგეხსენებათ იმ პიროტექნიკი და წეღან მაგიტო ვახსენებდი რომ აი ეს დივერსიული ჯგუფების მომზადება სწორედ აი ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა სახელმწიფომ იმოქმედა უმაღლესი სტანდარტები. ჩვენ გვინახავს კადრები, როდესაც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში ხდება ასეთი შეტაკებები მომიტინგეებსა და საპოლიციო ძალებს შორის რა რითი მთავრდება და როგორ უსწორდებიან ხოლმე და ამას მთელი ევროპა უყურებს და მთელი მსოფლიო უყურებს მაგრამ ჩვენ მაინც გვასანქცირებენ სისასტიკის ეგრეთ წოდებული სისასტიკის გამოვლენის გამო ჩვენს პოლიციის მაღალ ჩვენ წეგან ახსენეთ ორმაგი სტანდარტი და ორმაგ სტანდარტს ჩვენ ვაწყდებით თითქმის ყველგან აი შეფასებებში და ეს ორგანიზაციები ვინ ჩვენ ახლა რაღაცა ესე გვაბულინგებენ და მუდმივად აი ამ მუხარის ქვეშ გვამყოფებენ ეს ორგანიზაციები დუმდნენ, როდესაც 9 წლიან ახლა ისევ იმ პერიოდს ვიხსენებ, როდესაც 9 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი იყო აი ამ ფაქტიურად ციხეში ცხოვრობდა ჩვენი ხალხი და იყო საშინელ მდგომარეობაში და არავის მაშინ ხმა არ მოუღია პირიქით დემოკრატიის შუქურად მონათლეს ის ბატონი და რაღაცა საქართველოს წარმოაჩინეს როგორც რაღაც დემოკრატიის რაღაცა კუნძული. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ იმ ძალების, იმ აგენტურული ძალების ხელისუფლებაში ყოფნა მათ აწყობდა. მათთვის მისაღები ეხა ვითარება არის შეცდომა. ბატონო გიორგი, თქვენ იცით ვინ აკონტროლებს აი მაინც იმაზე გიტართ ხო ხედავთ იმ 60 კაცს რომელიც ყოველდღე ნაგვით ავსებენ პროვოკატორობენ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე. ვინ აკონტროლებს? მე მგონი ოპოზიცია მაგათ არ აკონტროლებს. იცით თქვენ წეგან ახსენეთ ერთი საინტერესო ფრაზა თქვით თქვენ რომ იდეა არ აქვთ და ესე იგი ამ ადამიანებს აქვთ მხოლოდ ერთადერთი რამ ეს არის გარე პატრონების დავალება. ხო, ნუ რაღაც თანხა რა, შეტყობინებაც მოუვათ ამ გარე პატრონების მიერ, როგორ უნდა იმოქმედონ, ქუჩაში უნდა გამოვიდნენ, პიროტექნიკა უნდა ისროლონ, გზა უნდა გადაკეტონ, თუ რა დავალებაც მოუვათ, იმ დავალების შესაბამისად მოქმედებენ. იმიტომ რომ იდეისგან გამოშიგნული ძალაა. ეს არის ძალა, რომელიც ორიენტირებულია მარტო არეულობაზე. ერთადერთი იდეა, რაც თუ იდეა შეიძლება დაარქვა ამას, ეს არის მხოლოდ რევოლუციური სცენარის განხორციელება და ხელისუფლების გადატრიალება. სახელმწიფო გადატრიალებაზე ორიენტირებული ძალაა და თვითგანადგურების დავასრულებოდეში თვითგანადგურების პროცესში არიან უკვე ეხლა ესე თვითონ დაიკლებს ბატონო თვითონ დაიკლებს დაკლებულიც ნოლამდე ჩავა არა დაკლებულიც არის და დაკლებული არის მაგრამ ნოლამდე ჩავა დამთავრებულიც არის ფაქტიურად ეხლა ფაქტობრივად ხედავ ჩვენ რაც ხდება ხო საზოგადოება ყოველდღე ხედავს რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ესე მეგაფონებით დადიან და აი აქამდე დავიდა მათი ეს რაღაცა ფსევდო პროტესტი ხო და გავყაროთ გავიჭიროთ ხუკარი კანონი არც ემოს ქართული ხალხი ყოველ ჯერზე არჩევნებისა თავის სათქმელით თავისი არჩევანით ეუბნება ამ ძალებს უარს არა გავიგე რამდენი არჩევნები ჩატარდა ზედიზედ მოგეხსენება და ყოველ არჩევნებზე ჩვენი ხალხის პასუხი არის საკმაოდ მკაფიო და ეს ნიშნავს იმას რომ ეს ამ ადამიანებს ყოველგვარი გზა ქართულმა ხალხმა ჩაუხერგა ხელისუფლებისკენ მიმოვალი ყოველგვარი გზა საერთოდ არ არის ამაზე ლაპარაკი აქედან გამომდინარე ახლა ეს რამდენიმე ათეული ადამიანის ყიჟინიციარული ქუჩებში რა თქმა უნდა არის გარკვეული დისკომფორტი და რა თქმა უნდა არავის არ სიამოვნეს მაგრამ ესენი არიან თვითგანადგურების თვითდასრულების პროცესში და ამას ძალიან მალე იხილავს ჩვენი საზოგადოება მეორე საკითხი დღეს ესეთი რას ვაპირებთ იმასთან დაკავშირებით რამაც ამ სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ეს არის განათლების საკითხი. თითქმის ყველა უნივერსიტეტი ერთი ორის გარდა არის ნაცების ბუდე, კოლექტიური ნაცების ბუდე. და იქაური კონკრეტული პროფესორები მონაწილეობას იღებენ, არამც თუ იდეურად ამხნევებენ. მონაწილეობას იღებდნენ უკანონო ქმედებებში. რაღაცა უნდა გავაკეთოთ ამ მხრივ. იცით მე ახლა მოდით შეფასებებისგან თავს შევიკავებ ახლა სად ვისი ბუდია მოდი ამას დავანებებ თავს ჩემგან მე ძალიან უხერხული არის ახლა ჩემგან ამ საკითხზე საუბარი იმიტომ რომ მეც უნივერსიტეტის რექტორი გახდით რამდენიმე წლის განმავლობაში და მოქმედი პროფესორი ვარ ერთ რამეს ვიტყვი რომ ხვდებით რომ უმაღლესი განათლების სისტემაში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და დაგეგმილი არის რეფორმა და როგორც მოგესალმებათ ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აიღო ინიციატივა საკუთარ თავზე და მერისიც მე ძალიან მჯერა და ძალიან მალე საზოგადოება იხილავს ამ რეფორმას რომელიც ორიენტირებული იქნება ღირსეულ განათლების ღირსეული სისტემის შექმნაზე ისეთ სისტემაზე სადაც საქართველოში ახალგაზრდას ექნება თანამედროვე სტანდარტების განათლების მიღების შესაძლებლობა და არა იდეოლოგიზებული არის. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უნდა იყოს ორიენტირებული
ეროვნულ ღირსებაზე, ეროვნულ ფასეულობებზე, პატრიოტი ქართველების აღზრდაზე. როგორ შეიძლება განათლებული ადამიანი საქართველოში ეროვნული თვითშეგნების გარეშე ეს იქნება კატასტროფა. შესაბამისად, ჩვენი მთავარი საფიქრალი ჩვენი საზრუნავი არის ის, რომ განათლება უნდა იყოს ზედნაშენი აი ამ ეროვნულ ფასეულობებზე. განათლება ეროვნული ფასეულობების გარეშე და ეროვნული იდენტობის გამყარების გარეშე წარმოუდგენელი რამეა. ეს არის ერთმანეთთან უნდა იყოს შერწყმული ეს ორი რამ და მე დარწმუნებული ვარ, ეხლა რაზეც წეღან მქონდა საუბარი, ქართული ენის დაბრუნება. ძალიან ქართული ენის დაბრუნება ეს მხოლოდ ქართული ენის სწავლებაზე ორიენტირებული ნაბიჯი კი არ არის. ქართული ენა არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენთაგანი, ხო? წარმოიდგინეთ, რამდენი თაობა შეეწირა ჯერ მე-19 საუკუნეში, ახლა აღარ დავიწყებ ისტორიულ წიაღსვლებს, ქართული ენის აი ამ როგორ ხდებოდა ცარიზმის პერიოდში, რუსიფიკაციის პერიოდში ქართული ენის დევნა, შევიწროება და სამოციანელებმა რა როლი ითამაშეს ამ საქმეში. შემდეგ მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს რა ნაბიჯები გადადგა ქართველმა ხალხმა, რომ მასობრივი პროტესტი გამოიწვია იმ გადაწყვეტილების მიღების მცდელობამ და აი ეხლა წარმოიდგინე 21 საუკუნეში, როდესაც უნივერსიტეტებიდან ამოღებული იქნა ქართული ენა, ეს ფაქტობრივად ნიშნავს ეროვნული იდენტობის მორყევას. და ეროვნული იდენტობა როცა მოირყევა, იქ ძალიან მარტივია, რაც ეგან ვახსენე მე, ახალი ტიპის ქართველების აღზრდა. თუ აღზრდა ქვია ამას. ახალი ტიპის ქართველების გამოყვანა ნიშნავს უკვე იმას, რომ აი გარე პატრონებმა მე თავის ნებაზე, თავის ასე ვთქვათ გეგმები, თავისი შემუშავებული სტრატეგიები ძალიან მარტივად მოხვედონ და საზოგადოება მიიყვანონ ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბატონი პრემიერის ეს ინიციირებული რეფორმა ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის და ეს იქნება ორიენტირებული ჩვენს საზოგადოებაზე, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. მე იდეა მაქვს, რომ ტრამპმა ახლა შეუტია ჰარვარდს და შახინმაც ხარი დაუჭირა ასევე ორმაგი სტანდარტების ცნობილმა მფლობელმა შახინმა, რომ თურმე ფულს უნდა გაყვედა, გამჭვირვალება კარგია და უნდა ნებისმიერ დოლარს გაყვერო, რაზე იხარჯება. საუბარია დაფინანსებაზე უნივერსიტეტების, აი ფონდებისა და სხვადასხვა ადამიანების მიერ. და იქ პრობლემაა დიდი, იმიტომ რომ ომი აქვს, დიდი ომი აქვს ტრამპს ჰარვარდთან. და ჩვენც გავიღოთ ეს კანონი, რაც გამოსცა ეს ბრძანებები ტრამპმა და ასევე მაგალითად მე არ მომერიდდება გასულ. უამრავია ილიაუნი თავისუფალი უნივერსიტეტი ეს არის აი ამ საბრძოლო ჯგუფების აღზრდის და იდეოლოგიზაციის დიდი მძლავრი ადგილები, კლასტერები და ფული საიდან როგორ რანაირად ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან. წინამდელ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს შემდეგ უკვე ქუჩაში პოლიციის ხელით მათი ასე თქვათ შეჩერება და სანასახში უნდა შეაჩეროთ ჩემი აზრით. დიახ, ჩვენ ცოტა ადრე თქვით ამასთან დაკავშირებით, როდესაც გამჭვირვალობის კანონი იქნა მიღებული ჩვენს მიერ. მოგეხსენებათ, რომ რა ამბები ატყდა და რა ვიცი, ვისაც კი ესე იგი არ ეზარებოდა, ყველა ამ საკითხზე იყო ორიენტირებული და რა დღეს ჩააგდო სახელმწიფო გუნდი, მოკლედ აი ამ ბულინგით და აი ამ სერიოზული ასე ვთქვათ შემოტევებით. და ეხლა ის ადამიანები, ვინ ჩვენ ასე გვაბულინგებდა, მათ შორის სენატორები, ზოგიერთ სენატორი რაც ვინც წეგან ახსენე და მათ შორის ჯიმრიშის განცხადება წავიკითხე ხო როგორ რას ამბობს ახალი პრეზიდენტის ტრამპის განცხადებაზე უნივერსიტეტებში ესე იგი უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აი ნახეთ ფულს უნდა მივუყეთო უკანო და თუ დასამალი არაფერი არ აქვს რა მიყვებენ აქ რატო არ მოყვებიან ჩვენთან თუ კი ასეთი სიტუაციაზე ასეთი აჟიოტაჟი ატყდა ასე გვაბულინგეს ასე კანონის უკან გაწევას გთხოვდნენ და მთელი ზეწოლა მიდიოდა ჩვენზე იქ ესე იგი საოცრად შეაფასა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და თქვა რომ ესე იგი ჩვენთან რუსულად მონათლეს ეს კანონი ასე თქვა და რუსული გაიძახოდნენ იქ ესე იგი სახელმწიფოებრივი ნაბიჯია და ჩვენთან რუსული ნაბიჯია ხო იქ ადამიანები არ სახელმწიფო ხარ და თუ შენ გინდა რომ თავისუფალი სუვერენული ქვეყანა დამოუკიდებელი ქვეყანა აშენო ამ სახელმწიფოში უნდა იყოს ყველაფერი გამჭვირვალე როდესაც იქნებიან ძალები ორიენტირებული გარე პატრონების დაფინანსებას და ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათ ასეთი ფრანკლინის კლუბების ჩამოყალიბება, საზოგადოებაში გარკვეული ასე თქვა და იდეოლოგიური დივერსანტების მომზადება, ასე თქვა ეს კატასტროფა იქნება. აქედან გამომდინარე, სრული უფლება გქონდა რომ ჩვენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებამ დავაინიციირეთ ეს კანონპროექტი და შევიდა ძალაში, ხო ეს კანონი. ახლა ცოტა მოგვიანებით ამერიკაშიც იგივე კანონი და მე ჩვენ ფარას კანონი გადავაკოპირეთ პირდაპირ ხო და ახლა ხმას აღარ იღებენ
იმის თქმა მინდა რომ შევიდა ძალაში ფარასკანონი, ხო? დი და იმის თქმა მინდა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტებში უცხოური გამჭვირვალობაზე რო ეხლა საუბარი მიდის პრეზიდენტის მიერ, პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა რა საფრთხის შემცველია ზოგადად აი განათლების სისტემაში უცხოური არამარტო უცხოური, აი მტრული, აი ხო, მაგას ვამბობ რა, სოროსის დაფინანსება, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებას უწყობს ხეს. ეს არის ყველაზე მთავარი ამბავი. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი, ეს არ არის მისი პირადი და კერძო, ეს არის სახელმწიფოს ძირის გამომთხრელი ნაბიჯი. თავარი ამბავი იყო მანდ რომ ჰარვარდის სტუდენტებმა იუდოფობიური, ანუ ანტიებრაული გამოსვლებით გამოიჩინეს წყალებში თავი. როდესაც იცით რომ სტუდენტები მემარცხენე ძალაა, ვოუკ სტუდენტობა არის ლიბერალური სტუდენტობა არის მემარცხენე ძალა. ამერიკაში მემარცხენეებს და ლიბერალებს ერთდაგივე სახელი ჰქვია. და როცა ისინი ისრაელის წინააღმდეგ გამოდიოდნენ ღაზას მორენების დროს, იქ რამდენჯერმე დაფიქსირდა ებრაელების შეურაცხყოფა ეთნიკურ ნიადაგზე და შევიწროვება და ასე შემდეგ და ტრამპი არის ძალიან დიდი დამცველი ისრაელის, ეს ცნობილი ფაქტია და ეს საკითხები აღელვებს და ცალსახა მხარდაჭერა აქვს ისრაელს განსხვავებით ბაიდენის და ამიტომ ეს იყო ტრიგერი, თუმცა მე შეხედა და იქ ახლა მილიარდერები ბევრი არიან deep state-ის წარმომადგენლები, ლიბერალი მილიარდერები, რომელსაც შეუძლიათ გადაუხადონ დიდ უნივერსიტეტებს ფული, დანიშნონ თავიანთი პროფესურა და პირდაპირ კონდეს მზა ანტისახელმწიფო ასეთ უჯრედი, ასე ვთქვათ რა. თქვენ წარმოიდგინეთ ამერიკაში შეიცავს საფრთხეს ეს უცხოური დაფინანსება იქაურ უნივერსიტეტებში და ჩვენისთან რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში მყოფი ქვეყნისთვის როგორი საფრთხის შემცველია ასეთი ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფო როგორი საფრთხის შემცველია ეს უცხოური დაფინანსება გაურკვეველი ფონდებიდან წამოსული ფული რომელიც გაურკვეველი მიზნებს ხმარდება და ჩვენ ნახეთ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული მაგალითად გრანტი იქ საფრანგეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა გრანტები რომელიც ხმარდება რას პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი ძალები არის ესენი რომლებიც გამოდიან ერთ-ერთი მათგანს დაუფინანსეს და ევროპული დღეების ერთ-ერთი სპიკერი იქნებაო და ანონსეს მინდა გითხრათ ევროკავშირმა ასე ვთქვათ ჩუგოშვილი რომელიც ერთ-ერთი სპიკერი უნდა იყოს ასე დაანონსება და წარმოიდგინეთ რომ ეს ადამიანი და ასეთი ადამიანები ჩუგოშვილი თუ კალი ჩუგოშვილი გიორგი ჩუგოშვილი აი გეტყვით ახლა დავასრულებაში ხო არ ვიცი ნამდვილად ის ძმა მაგრამ გეტყვით ახლავე რომ ეს ადამიანი რომელიც გამოდიოდა და თესავდა ხალხში საზოგადოებაში რაღაც ეკონომიკის დანგრევის, ეკონომიკის ჩამოშლის შიშებს რაღაცა ხალხში შეეტანა ესეთი ტემპერატურა აეწია და რაღაც საზოგადოებაში შიში გაეღვევინა, აი სწორედ ამ ადამიანების წარმოჩენაზე, ამ ადამიანებისთვის პროექტების დაფინანსებაზე არიან ორიენტირებული. საზოგადოებას ამას ხო მარტივად ხედავს. ვის აფინანსებენ? დამისახელეთ, აი მინდა კითხვა დავსვა. დამისახელონ ერთი ორგანიზაცია, ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული, ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული, რომელიმე ერთი ორგანიზაცია თუ რომელიმესთვის გრანტი დაუფინანსებია. ეგ არ არის NGO სექტორი, არ არის ამისთვის. არა, ისედაც არა, ბატონ შარო, ნახეთ ხო არსებობს NGO სექტორის გადა სხვა ორგანიზაცია. არ ვიცი. რომელიმე ორგანიზაციისთვის, თუ რომელიმე ორგანიზაციისთვის დაუფინანსებიათ, ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული, ტრადიციებზე ორიენტირებული რაიმე აქტიურობის პროექტი. ამერიკის შეერთებულ შტატებმა შექმნა სხვა ქვეყანაში რევოლუციების მოსაწყობად. ეს არის როგორი ფაქტი? ხო უყურე თვალები ხო მიხატული არ გვაქვს. რა ხდება სერბეთში, რა ხდება ფიცოსთან, რა ხდება მესმის აბსოლუტურად. ანუ ეს უკვე როგორი ფაქტია? აი საუბარმა იმ რუსი პრანკერებს ჯერ რუსი პრანკერი რო ეგრე გაგაშაყირებს და გარი კასპაროვს რო ფულს თხოვ. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ვიღაც მილიარდერი კი არა, ეს როგორ დაგოიმდები. ფულს რო გაიგონებ, რო გოიმდება ეს უჩა რანუაშვილი. ხო გამოჩნდა რომ ლიჯბი ფული აიღონ შაშის დიდოსტატია ჭადრაკის თუ ვინმე სულ ერთია თვალები უნელდებათ იმ ადამიანებს და აქედან გამომდინარე დათლად გამოდგა ნებისმიერ ფულს მოკიდებენ ხელს ეგ. ის ორგანიზაცია რომელიც დაფინანსება შეაჩერეს USAID-ს გულისხმობ. ხო წარმოგიდგენიათ ახლა ამბობენ რომ ბევრი პროექტი განხორციელა მეთანხმები განხორციელა პროექტები მათ შორის სოფლის მეურნეობაში მათ შორის განათლების სისტემაში თუმცა წესით და რიგით ეს მხოლოდ ამ სახის პროექტები უნდა განხორციელებულიყო USAID-ის და სხვა დანარჩენი დონორი ორგანიზაციების მიერ მაგრამ სამწუხაროდ შეფუთვა იყო ეს ყველაფერი აი ამ პროექტებით იფუთებოდა სინამდვილეში იმ ძალების დაფინანსება რომელთა ძალების უკანაც იყო ეს რევოლუციური სცენარის სამზადის ქვეყნის გადატრიალების
მცდელობის სამზადის. მთელი ამდენი წლის განმავლობაში ძალიან დიდი თანხაა დახარჯული ამასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ აი დღესავით ნათელია რასთან გვაქვს საქმე. აქ საქმე გვაქვს ცდილობასთან. რა შეიძლება თქვენს მიერ ნახსენებ იმ ბატონის საუბარს მე მოვისმენთ. გავეცანი მის საუბარს, გვარი შეგნებულად არ დავასახელე, იმიტომ რომ როცა ქართველი კაცი ისე დაეცემა, რომ საზოგადოება უყურებს ამას, რომ რუსი ჟურნალისტი ურეკავს და ოღონდაც დაფინანსება მიიღოს და რუსი არა, მას ეგონა რომ კასპაროვს ელაპარაკებოდა. გასაგებია, ურეკავს და ელაპარაკება და ოღონდაც დაფინანსება მიიღოს და მიდის ყველაფერზე. საუბრობს ესე იგი გადატრიალებაზე, შეიარაღებული ბანდფორმირებების არსებობაზე, მათ ასე ვთქვათ, ესე იგი და წყურვილი აქვს, ესე იგი რომ არაფრად დაგიდევს, ოღონდაც მიიღოს დაფინანსება და ეხლა ასეთი ადამიანი არის ამ ძალებში უმეტესობა, თუ ასეთები არიან, ესე იგი. ყველაფერზე ხელის მომწერნი, მოდი ასე ვთქვათ. ოღონდაც ჯიბე გაისქელონ, ოღონდაც ფული იშოვონ, ოღონდაც გრანტი მიიღონ. არ აინტერესებთ საქართველოში რა მდგომარეობაში იქნება ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ხვალინდელი დღე, რა მდგომარეობაში ეს არ აღევი. თავარი ის არის რომ აი ვინც დაასახელე ის ბატონი მე მის გვარს არ ვასახელებ შეგნებულად, მისი ოჯახი, მისნაირები იყვნენ კარგად და ბედნიერად იცხოვრო. დანარჩენი ქართველი ახალგაზრდების მომავალი რა ვითარებაში ვიქნები ჩვენი? იქნება თუ არა აქ ომი, რა უბედურება დააწყდება ღმერთმა დაიფაროს ჩვენ სამშობლოს, ეს მათ არ აინტერესებს და ამიტომაც არის მათი ესეთი აი სამარცხვინო კადრებია და როგორ შეიძლება აი ამ ყველაფრის ნახვის მერე საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად არ აეხილოს თვალი, რასთან მქონდა საქმე და რა შეთქმულება მიდიოდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და აღარ ვლაპარაკობ იმ ყოფილი ასე თქვა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის აი ამ საუბარზე, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ქართველი ხალხის მიერ თავის დროზე ნდობა გამოცხადებული ადამიანი, რომელზეც ვამყარებდი დიდი მედებს, რომ ემიგრაციაში გაზრდილი ქართველი ქალბატონი რაზეა წამსველი, წარმოიდგინეთ, რაზე ლაპარაკობს, რომ დაფინანსებაზე როგორ უჭირს თურმე რეგიონულ მედიებს საქართველოში, რომ დაფინანსება ჭირდება ამ ხალხს, ესე იგი როგორღაც ხელისუფლება უნდა აჯანჯღაროს თავისი ჭკუით და ქვეყანა ამყოფოს აი ამ მუდმივად რყევის რეჟიმში. აი ეს არის ამათი ნარატივი და ამათი მიზნები რა ხუთი თვე დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბოლო კითხვა ეს? მიიღებს თუ არა? ნუ გახარია ალბათ მიიღებს და დანარჩენი ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას? იცით უბრალოდ 4 პარტიიდან ერთი მიიღებს და აი სამი პარტია რომელსაც კარგი შედეგი აჩვენა ყველაზე. ეგენი მიიღებენ თუ არა? ესე იგი მე წეღან ახსენეთ თავიდან რომ შემცირდა დღითი დღეო ამათი რაოდენობა ქუჩაში. კი არ შემცირდა ესენი არიან თვითგანადგურების რეჟიმზე გადასული დაქსაქსულები. ეხლა ნახეთ ბოლო განცხადებები რაც გააკეთეს აი ამ ფაშისტური ორგანიზაციის რადიკალთა ბელადებმა ასე ვთქვათ წინააღმდეგობის პლატფორმას რო გაემიჯნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გულისხმობ გაემიჯნენ ესენი წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის გაემიჯნენ ესენი და რაღაცა ზურთ ერთმანეთი. მათ არაერთიანებთ არც სამშობლოს სიყვარული, არც სამომავლო ხედვები, არც სტრატეგია. მათი მთავარი მიზანი არის როგორმე ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ხელისუფლებაში დაბრუნება. და ჩვენ ნახეთ შემზარავი კადრები ახლა ბოლო პერიოდში და შემზარავი ეთერი იყო ყველა ჯერზე, როცა საგამოძიებო კომისიას უსმენთ. საშინელება კატასტროფა ხდება, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ბევრი რამ ვიცოდით, მაგრამ ბევრი რამე არის სააშკარაოზე გამოსული და ეს ძალა, რადიკალთა ძალა, ეს ფაშისტური ძალა, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩააყენა ძალიან ბევრი ოჯახი, გაამწარა 10,000-ობით ქართველი, უფლება აღყარა, ღირსება შეურაცხყო და ციხედ გადააქცია თავისი ქვეყანა. ლაპარაკი აქვს ეხლა რაღაცა მიზნებზე ამოცანებს. ესენი თვითგანადგურების რეჟიმში არიან და თვითმმართველობის არჩევნები ახსენეთ თქვენ ბატონო შალვა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ესენი მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არა ისე კი ქართულმა ხალხმა გამოუტანა მათ პოლიტიკური განაჩენი, ესენი არიან აი ბოლომდე სკერზე დაბლაწასული ადამიანები, ღირსებად დაკარგული ხალხი და ხო ხედავთ ვინც გინდა დაურეკოს ოღონდაც ფული შესთავაზონ, ყველაფერზე მიდიან და ყველაფერზე არიან წამსვლელები და შესაბამისად ეს ყველაფერი დამოკიდებულია გარე პატრონებზე. ხო, რასაც ეტყვიან იქიდან ეტყვიან რომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ჩაერთო. ხო და რას ეტყვიან თქვენი აზრით? ნუ ეხლა რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ მარტივად ძნელი სათქმელია წინასწარ, მაგრამ ეხლა სინდის დაკარგული ადამიანებისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მინდა გითხრათ. მე მგონი მაინც ბატონო ჩაერთვებიან ჩემი აზრით. არ ვიცი, ვერ გეტყვით, წინასწარ ამის თქმა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მაშინ საერთოდ აზრი დაეკარგება ყველანაირ ბოიკოტს, ყველანაირს.
არა ბოიკოტი მოდი ესე ვთქვათ მათ ბოიკოტს რა ფასი აქვს და რა ღირებულება გააჩნია მითხარი ბოიკოტს ფასი აქვს როცა ხო და ბოიკოტს მაშინ აქვს ფასი როცა არის ჯანსაღი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში ხო და ოპონირებას უწევს ხელისუფლებას და ღმერთმა დაიფაროს დემოკრატია აი ამ მოცემულობით უნდა არსებობდეს ხო რასაკვირველია ეხლა ამ შემთხვევაში ეს უსამშობლო რადიკალთა ბოიკოტს ჩემთვის, თქვენთვის, ქართული საზოგადოებისათვის, აი რა ფასი აქვს მითხარი. გამოვაცხადებენ ბოიკოტს, არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ. ქართული ხალხის წინაშე ხდება მათი საჯარო მხილების პროცესი, ხედავთ თქვენ და რამდენი გაუბედურებული ოჯახის წარმომადგენელი მივიდა საგამოძიებო კომისიის წინაშე და გამოკითხვაზე, ესე ვთქვათ, დაიბარეს და გამოკითხვა ჩაატარეს და ვიხილეთ, შემზარავი ამბები, ხო წარმოგიდგენთ. აი რომელ ქართველს უნდა გაუკეთეს აზრი თავში იმისა რომ მივიდეს საარჩევნო ყუთთან მომავალში და ამ რადიკალებს მისცეს ხმა ეხლა აი უყურეთ როგორ არის ბატონო გიორგი პრობლემაც ამაში არის აი გეტყვით პრობლემას და იძულებული იქნებით დამეთანხმოთ რა თქმა უნდა არ არის პრობლემა რომ ეს ნაგავი ჩაირეცხა მაგრამ საქართველოში დარჩა უკმაყოფილო ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხი მერთმა ნუქნას რომ ესეთ ქვეყანა ვიყოთ რომ ესეთ ხალხი ან შიშით ვერაფერს ვერ ამბობდნენ იმ ხალხს აღარ ახავს თავისი ნების პოლიტიკაში გამომხატველი და არის უპატრონოთ ეს ხალხი დატოვებული და ეს არის პრობლემა როგორც ხელისუფლებისთვის არის პრობლემა რომ ოპოზიცია არ ყავს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის კარგია რომ ჯანსაღი ოპოზიცია ყავს ასევე ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის რომელიც გამოჩნდა რომ არის ის ხალხი ყوارსად არ წავიდა ამათან ერთად არ უნდათ გასაგებია მაგრამ აი უპატრონოთ როგორ გითხრათ აი გამომხატველი არ ყავთ თავიანთი ხმა არა ვერ ხედავენ ადამიანებს რომლებიც თავიანთ პოლიტიკას გაატარებენ იმათ არ უნდათ ომი იმათ არ უნდათ გადატრიალება იმათ უნდათ ოპონირება მესმის გასაგებია წეგანაც აღნიშნე ოპონირების garaშე ჯანსაღი ოპოზიციის garaშე სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ ღმერთმა დაგვიფაროს ყველას ერთნაირი აზრი ქონდეს იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელია და შეუძლებელია რაც შეეხება იმ კითხვის იმ ნაწილს რომ არიან ასეთი ადამიანები ქვეყანაში არის ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატი ხო გამოსმიერ ადამიანს შეუძლია დააფუძნოს აქ საუბარი რაზე მიდის იცით ჩვენი მთავარი მიზანი ის არის რომ უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალების მიერ სახელმწიფოს ჯანჯღარი უნდა შეწყდეს ეს არის ჩვენი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა საქართველოში ნებისმიერ ადამიანს ეროვნულ ნიადაგზე შეუძლია შექმნას ახალი პოლიტიკური პარტია, ახალი პოლიტიკური გაერთიანება და მოსინჯოს თავისი ძალები. ამაში არავინ არავის არაფერს არ უზღუდავს, მაგრამ ამათი ბოგინი, გარედან მართული, აი ამ რადიკალების, რომლებიც ორიენტირებული არიან გასპაროვის ზარებზე და კიდევ ვიღაცებზე, ვინც თქვენ ახსენეთ, ამ შემთხვევაში ეს გარი კასპაროვი, ხო, ვინც ახსენეთ, ამ შემთხვევაში ეს ამათი წარმოუდგენელი არის, ამათ ესე იგი სამშობლო დატოვა ამათ საჯიჯგნად და ამათ საჯანჯღარო. საუბარი რითაც დავიწყეთ, მინდა გავიგე, სანამ თქვენ ეთერში შემოხვიდოდით, კარგი ფესტივალი ტარდება გორში და ეგ ვახსენოთ რა ერთი კაი საქმე გააკეთეთ და სიამოვნებით, ესე იგი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემი რექტორობის პერიოდში ჯერ კიდევ დაფუძნდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მაჩაბელი მოგეხსენებათ რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამართალ მემკვიდრე ორი უნივერსიტეტის შერწყმის შედეგად ორი სასწავლებლის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ვინაიდან აი ამ ცხინვალის უნივერსიტეტთან და ზოგადად ჩვენს მხარესთან რეგიონთან არის ასოცირებული აი ოკუპირებული ტერიტორია აი სწორედ თქვენს მიერ ნახსენები რადიკალთაგან ლანგრით მირთმეული ჩვენი ისტორიული ლიახვის ხეობა ივანე მაჩაბლის მშობლიური მხარე სამაჩაბლო ისტორიული გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მაჩაბელი და ამავე ფესტივალის წიაღში ტარდება ლიტერატურული კონკურსი მაჩაბელი რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება წელს რა კონკურსი ანუ როგორი სახეა ეს არის ლიტერატურული კონკურსი რომელიც ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი თაობის მწერალს პოეტს შეუძლია მთარგმნელს შემოიტანოს 5 ნომინაცია ამ კონკურსში და მოსინჯოს თავისი შემოქმედებითი ასე და როდის არის დასკვნა? დასკვნითი ღონისძიება ჩატარდება ივნისში, არის საკმაოდ სერიოზული სოლიდური ფულადი პრიზები და გორის ისტორიულ თეატრში ჩატარდება მისი დაჯილდოების ცერემონია და აი ეს ცერემონია იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ მაჩაბელისა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი ხელოვნები, მათ შორის იტალიიდან, საფრანგეთიდან ისრაელიდან, პოლონეთიდან ჩამოდიან. დიდი ღონისძიებაა ეს. ძალიან დიდი ღონისძიება, მასშტაბური ღონისძიებაა და ეს არის მართლაც საოცარი
შესაძლებლობა იმისა, რომ ქართულმა ხელოვანებმა უცხოელებთან ერთად ვინც გვისმენს მასტერკლასები ჩაატაროს და აჩვენოს თავიანთი ნამუშევრები. ვისაც აქვს ეს ხარდია მეგობრებო ეს არ არის არც კი მინდა იმ ფესტივალების და ლიტერატურული პრემიების სახელი თქვა სადაც არ არის ეროვნული სულისკვეთება. ვისაც აქვს ეს სულისკვეთება და ვისაც სურს თავისი ამ სულისკვეთების ამ ნამდვილი ხელოვნების გამომჟღავნება, ხო? აგერ შესანიშნავი ასპარეზია შეგიძლიათ მიმართოთ და ეცადოთ ნამდვილად უკვე დაწყებულია ესე იგი მიღება ამ დოკუმენტების, ნაწარმოებების და სულ დიდი სიამოვნებით ძალიან ობიექტური ჟიურია ყოველწლიურად და დაჯილდოების ცერემონიაზე გეპატიჟებით თქვენს და გეპატიჟებით ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს. ეს არის მაგალითად ეროვნული ლიტერატურული კონკურსი და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ამ ეროვნულ ღირებულებებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. როგორიც აღვნიშნე ივანე მაჩაბელი, დიდი ილია და მათი თაობის ძალიან ბევრი წარმომადგენელი. ჩვენ ამ კონკურსის ორგანიზატორებს, უშუალო ორგანიზატორებს ბევრი არიან, ვიცი, მოვიწვევთ დილის გადაცემებში და საერთოდ მივადევნებთ თვალს. გულმესი მადლობა ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. გიორგი სოსიაშვილი იყო ჩვენი განცემის სტუმარი. ჩვენ ზაზა შათილიშვილს ველოდებით, რომელიც მცირე ხანში მოვა რეკლამის შემდეგ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენი ძმაკაცი ზაზა შათილიშვილი მოვიდა ჩვენი განცემის სტუმარია. ზაზა არის განსაკუთრებულად ადენებს რომში მიმდინარე ამბებს. ზაზა კათოლიკია და მისი ეკლესიის წინამძღვარი ასე შეიძლება ითქვას, გარდაიცვალა და ძალიან საინტერესო მოვლენის წინაშეც დავდგებით, როგორც არის კონკლავი, რომელსაც ახალი პაპი უნდა აირჩიოს და როგორი იქნება ეს პაპი, ვინ მოიგებს გლობალური პარტია გლობალისტების თუ კონსერვატორების, აქაც ზუსტად იგივე ამბავი მიდის, ხო? და მე უბრალოდ მინდა გითხრა, შეიძლება არც იცი, რომ კრეხელმა უკრაინელებმა რა თქვეს, ხო იცი? არა. ბარემო იქ კონკლავი რო იქნებაო და დაკრძალვა რო იქნება უბრალოდ იქვე ჩავატაროთო სამიტიო უკრაინაზე. ეს ხო უნდა რაღაცნაირად შეძლო, რომ გლოვა ყველასთვის გლოვა არის. გლოვა ჩემს სოფელშიც გლოვა არის სურებში და რომშიც, ხო? და იქ ერიდები რაღაც საკითხების განხილვას, ხო? და აი ეს მოახერხეს უკრაინელებმა. უკრაინა თავს იღუპავს. მე ტრამპის გამონათქვამების მეზარება უკვე იმდენჯერ გავასაჯაროვე. მე გავასაჯაროვე თვითონ ტრამპმა რეებს იძახის, რომ ხო იცი, ეხლა დღეს კიდევ თქვი და გადაცემაში კიდევ ვიტყვი, რომ რას თმობსო რუსეთი და სულ არ გიპრობთო კაცო უკრაინას ეს დათმობა არ არისო. კი, ნახე. ხო და ეს არის აი როგორი საშინელი მოსასმენია უკრაინელებისთვის. კარგი, ნუ რაღაცა დრამა მე მგონი დასასრულს უახლოვდება, მე მგონი გავლენ ამერიკელები ამ პროცესიდან. ამერიკელები ალბათ გავლენ ამ პროცესიდან, მაგრამ თვითონ დრამა ესე ალბათ ესე სწრაფად არ დასრულდება. არსებობს რაღაც თავისი ლოგიკა ომის და განსაკუთრებით რთულია ომის დასრულება. ყოველთვის აი რომ გადავხედავთ დიდ ომებს და ჩვენს თვალწინ არის რაც ხდება ეს რა თქმა უნდა არის დიდი ომი უკვე 3 წელიწადზე მეტხარ გრძელდება. ყოველთვის საფინალო მომენტი არის ყველაზე უფრო რთული, ყველაზე უფრო გრძელი. რეალურად რო შევხედოთ მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა 53 წლის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში კურსკის ბრძოლით, თუმცა დაჭირდა ნორმანდია, მაგრამ წელიწადი და ნახევარი დაჭირდა, ანუ გერმანია რო წასულიყო დაზავებაზე 53 წლის შემოდგომაზე, გადარჩებოდა. სულ სხვა პირობები იქნებოდა. მაგრამ არ წავიდა. მაგრამ რუსები არ წავიდნენ. იცი რა, რუსები კიდე შეიძლება წასულიყვნენ, გერმანია არ წავიდა, სწორედ ჰიტლერს ჰქონდა ეს იდეა ფიქსი, ილუზია იმისა, რომ რაღაცა მოხდება. თუნდაც ბირთვული არახს გააკეთა. რომ მოხდება რაღაც, ხო, სხვათა შორის ესეც იყო, ხო, იქ გაჩნდა პირველ დღეს ეს არგუმენტი სასწაულებრივი იარაღის. უნდერვაფი. კი ბატონო. და არც თუ ისე შორს ახლოს იყვნენ კაცი. საკმაოდ ახლოს. უბრალოდ რომ ბომბავდნენ, ეხლა იმავე ვეღარ ქნეს. რამდენიმე გერმანელმა მეცნიერმა მონაწილეობა მიიღო შემდეგ შეერთებულ შტატებში
ვერნერ ფონ ბრაუნმა გააკეთა რაკეტა კარალიუსაც მისცა. რომელიც აღმოჩნდა და რომელიც გაფრინდა მთვარეზე ხალხო. ვერნერ ფონ ბრაუნის გაკეთებული რაკეტით ამერიკელები გაფრინდნენ მთვარეზე და გაგარინი გააფრინეს ამათ. ეხლა ამ კაცის გავლენა რაკეტმშენებლობაზე უდიდესია რა. და სხვა შორის საგო ბერია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბერიამ დაორგანიზდა და წამოიღო. მაგრამ ჩვენ რომლებიც აგერ ვართ ჩირგვებში. ცუდი გაგებით არ ვამბობ. არც განცხადებებს ვაკეთებ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა ყველასთან კარგი ურთიერთობა. წიჟევადი ნიჟეტრავი. ვერ ხედავთ რა ხდება. ინდოეთი და პაკისტანი ლამის ომს იწყებენ. ეხლა ყველგან ცეცხლია. ქაოსი არის. სოფლიოში არის ქაოსი. ჩვენ ძალიან კარგად ავართ ჩირგვებში. ჩირგვებში ცუდი გაგებით არ ვამბობ, კაცო. არ ჩვენ ვაშკაცობას ვაყენებთ, შეურაცხყოფას და არაფერი. ვართ ჩვენთვის სტრატეგიული მოთმინების კურსით. აი ომის დასრულება, ეს ცვლილებები ჩვენ როგორ შეგვეხება? ან თუნდაც ეხლა რაც შეიძლება მოხდეს, რომ რუსეთმა დაიწყოს წარმატებული შეტევები ძალიან. უკვე უტევს. მოდი ესე ვთქვათ, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ყველა ესეთი სერიოზული სპეციალისტი აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად უკრაინამ და ევროპამ ეს ომი უკვე წააგო. კი. ბრძოლის ველზე. ბრძოლის ველზე უკვე წააგო. მთავარი რაც დარჩა ეხლა როგორ გაფორმდება ეს წაგება. რაც შეეხება ჩვენ სიტუაციას. შენ ახლა ძალიან კარგად შენიშნე. არის მსოფლიო რუკას თუ დავხედავთ, არის რამდენიმე ესეთი სერიოზული ადგილი, სადაც კონფლიქტები ჩაცხრება, შემდეგ თავიდან იჩეს ირანი თავს, ირანის და ისრაელის დაპირისპირება არც არ წასულა. გრძელდება ომი ღაზას სექტორში. ინდოეთის და პაკისტანის დაპირისპირება. ისეთი ფართო გაგებით დაპირისპირება ჩინეთისა და ამერიკის, რომელიც მედია არ გადაიზრდება რეალობაში, მაგრამ აი ეს დაძაბული მომენტი ყოველთვის იქნება. შემდეგ უამრავი კონფლიქტი, რომელიც არის აფრიკის ტერიტორიაზე. არ დაგვაუზეს არც ის, რომ ფოლკლენდის პრობლემაც არსად დაწასულა. ფოლკლენდის პრობლემა არის. არ წასულა. არგენტინა უყურებს მილეი დროდადრო ამბობს ხოლმე ამის შესახებ, რომ აი ფოლკლენდი ჩვენია. ფოლკლენდი მათი ტკივილია. შენ ალბათ ბევრად პატარა იყავ, მე ძალიან კარგად მახსოვს ეს. 18 წლის ეს კონფლიქტი, ტეჩერის არგენტინის სოფლიო ჩემპიონატამდე გაიმართა და სადაც შესანიშნავი ფეხბურთელის მომავალი სოფლიო ჩემპიონის ლუკეს ძმა დაიღუპა. ეს არგენტინასა და ინგლისს შორის აი ამ ომში. ასე რომ ჩვენ ვართ ტურბულენციის ეპოქაში, ტურბულენციის პერიოდში და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ მაინც არის ის, რომ განსხვავებით ცივი ომის პერიოდისაგან, როდესაც არსებობდა წითელი ხაზები, აი ეხლა არის პერიოდი, როდესაც დგინდება ეს ახალი წითელი ხაზები. როცა ჩვენს თვალწინ როგორც ჩანს მოხდება ახალი რუკის, ახალი პოლიტიკური რუკის დაფიქსირება. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამით ეს პერიოდი გავს მე-20 საუკუნის 20-იან და 40-იან წლებს. ხო, სისტემა და მისი ენტროპიის ხარისხი, ახლა ჭოტორლიშვილს ჰქონდა დანაჭკვიან კაცს და ჩვენს მეგობარს ჰქონდა კარგი სტატუსი, რო ეხლა ცხოვრობთ ქაოსში. და სისტემის ენტროპიის კანონი გვეუბნება, რომ ეს ქაოსი მოწესრიგდება. თუმცა არავინ არ ამბობს იმას, რომ ამ მოწესრიგებულ შეიძლება ისე წავიდეს, რომ მოწესრიგებულ სოფლიოში ჩვენი ადგილი უფრო ცუდი იყოს, ვიდრე ქაოსში. ეს გარანტირებული არ არის. მაგრამ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის, მაგრამ აი საინტერესოა როგორ დაალაგდება და რანაირად. კონტურები მე მგონი ჩემოზაზა გამოკვეთილია, ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ეხა იარაღს და შეერაღებას და იარაღების გამოყენების ერთ ადგილს, ერთია შენ კონდეს მართლა უნდერფავი და მეორე ერთი ადგილი რომ გამოიყენო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და წავა სახმელეთო და საზღვაო იმპერიებს შორის სავაჭრო გზებისთვის გააფთრებული ომი. ეს ორი რამ მე რასაც უყურებ ეგ ნებისმიერ სიტუაციაში არის საჭირო არის ბუნებრივად ჩდება ისეთი ადგილები ლოგიკურად ჩდება მე ესე ვიტყოდი ესეთი ადგილები სადაც მოდი ესე ვთქვათ სადაც გამომყენებელი ხოლმე ეს
მეტაფორა ქანები ერთმანეთს ეხებიან, მაგრამ არის აი ნაპრალები. სადაც კონტინენტური შელფები ერთმანეთს ეხებიან და მთები ჩდება. სადაც არის გარკვეული ნაპრალები, სადაც არ ხდება ესეთი პირდაპირი დაპირისპირებები. ჩვენ გვაქვს შანსი რომ ვიყოთ აი ზუსტად სადღაც აი ჩვენი ესე იგი მომიტეხე ჭადი მოკიდეხავ შავსა და თეთრ უჯრებს შორის გარდაბავალი ნაცრისფერი ზოლი. ნაცრისფერი ზოლი. მოგიდეხავ ჭადი, მოგიდეხავ ყველსა. არა ჩვენ მეგობრებო, ჩვენ არაფერს შუაში არა ვართ. ჩვენ უნდა გქონდეს, მე მგონი სწორედ ეს არის ჩვენი ხსნა, მულტივექტორი. ანუ თუ გამოგვივა რა თქმა უნდა ძალიან რთულია ეს ითამაშო ეს არის მართლა ნაცარქექიას ხელოვნება მაგრამ უნდა გამოგვივიდეს იმიტომ რომ ეხლა კი დაუშვათ ამერიკებმა და რუსებმა მოილაპარაკეს ესე იოლი არ არის deep state-ის საბოლოოდ მოკლა იქ ძალიან ბევრი ინტერესია იქ არის სამეფო კარების ინტერესი იქ არის მილიარდერი ოჯახების ინტერესი ჩვენ ვიცით ბიზნეს იმაშვილი ხშირად ამბობდა ვინ აკონტროლებს სოფლიოს შენს წერდი მაგ სტატიებში როგორ არის რამდენი ოჯახია ეს BlackRock-ები და ვანგუარდები ხო ეს ასად არ გაქრება. შენ რაღაცნაირად მოახერხო რომ აი ყველას დაელაპარაკო რომ აი მე ვიქნები რაღაცნაირად 7 ადგილი სადაც ყველასთვის ვიქნები რა. გამოვა უნდა გამოვიდეს. მოდი თქვათ ასე რადგანაც ეს იდეა არსებობდა სხვა შორის 80 წლების ბოლოსაც. ამიტომ მაშინ ვერ გაიმარჯვა საქართველოს როგორც ახალი შვეიცარია აზიისა და ევროპის საზღვარზე. ხო, გზაჯვარედინზე. როგორც ჩანს ეს მაშინ არ იყო ამის დრო. მეორეც ერთი თქვა და საბჭოთა კავშირის დაანგრევამ გამოიწვია კავკასიაში ეს რასაც შეიძლება დავარქვათ ლიმიტროფული კრიზისი, ანუ საზღვრის კრიზისი, როდესაც ყალიბდებოდა ახალი სახელმწიფოები და როდესაც ბევრი მიზეზის გამო მოხდა ისე რომ ჩვენ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში ვერ მოვძებნეთ გარკვეული გასაღები. ვერ მოგვაძებნინეს. ან არ მოგვაძებნინეს, ან პირდაპირ თქვა. ან ჩვენი შეცდომებიც იყო. არა მარტო. მაგრამ იყო ობიექტური მიზეზებიც. სუბიექტური, ობიექტური გასაგებია. ხო და შესაბამისად მე მგონი რომ აი ეს დრო მოდის, როდესაც ჩვენ მაგალითად ძალიან ჭკვიანურად უნდა ვიფიქროთ, რასაც ყოველთვის 30 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ცოტა მეტი 33 წლის შემდეგ ჩვენ დავგუროვდა საკმარისი გამოცდილება, როდესაც ჩვენ მეორეჯერ არ შევედით იმავე მდინარეში. აი უყურე ტრამპი ჩაგვეხსნა. საქართველოს ტრამპი ჩაეხსნა პირიქით ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და თვალი დაუდგა ყველას, ვინც ლაპარაკობს ჩვენი რეჟიმის, ეგრეთ წოდებული რეჟიმის იზოლაციაზე. პირდაპირ შეხვდა სახლდების ეხლა და ევროპელები, რომელსაც თავიანთ ბევრი პრობლემა აქვს, ძალიან ჩაიციკლდნენ. მათთვის დამახასიათებელი უნიჭობიდან გამომდინარეც კი ეს განცხადებები, რომელიც საქართველოზე აკეთებენ, ეს უკვე გადაღეჭილი 1000 გზის, უკვე აი დიდი ხანი აი ბორბალი რო გასწვება და დისკებზე რო დაარის მანქანა, უკვე დაახლოებით ის არის რა. მე არ მეგონა რომ ესეთი არაკრეატიულები იქნებოდა. იცი რა მეორე მომენტი არ ვიცი შენ მიაქცია თუ არა ყურადღება დღეს საინტერესო ეს მომენტი იყო ნატოს ანგარიში უკრაინა და საქართველოს ნახევარგზის არ არის მოხსენებაში. ეს ერთი. მეორე ძალიან ნატო კარგი უფრო ფართო ფორმატია ვინმე ევროპა. ჩაილური წყალი თავია. ეს ერთი. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ რომ ბრიუსელის ძალა აღარ არის ისეთი როგორც იყო დაუშვათ თუნდაც 5 წლის წინ, თუნდაც 10 წლის წინ. ანუ ევროპაც გახდა ძალიან არაერთგვაროვანი, ჰეტეროგენული მე ესე ვიტყოდი. აღმოსავლური ევროპა, ცენტრალური ევროპა, დასავლური ევროპა აშკარად სხვადასხვა ინტერესებს გვიჩვენებს და დაახლოებით 20 წლის წინ როგორც გამოიყურებოდა ევროკავშირი, დღეს ნამდვილად ესე აღარ არის. ევროკავშირი მივა 30 წლამდე. მე არა ვარ დარწმუნებული. მე პირიქით დარწმუნებული რომ ვერ მივა. აი ხა დღეს მაგალითად ხა გავცელდა ინფორმაცია ზელენსკი საუბრობს რომ მთელი ეს მიწა უკრაინას ეკუთვნის. ტრამპი ხო ეუბნება რომ ხაჭოს ტრამპი არ ეუბნება ეს ტყუილია ზელენსკი იტყუება როცა ამბობს რომ უკრაინამ უნდა აღიაროს. ამას არავინ არ ამბობს. ამერიკამ უნდა აღიაროს. გარიგების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია რომ ამერიკა ანუ დასავლეთი
აღიარებს და მოდით აბა შევხედოთ მიაღწია პუტინმა რაც უნდა და იმას მიაღწია თუ არა ანუ შედეგი ხო უფრო მნიშვნელოვანია და რატომ მიაღწია იმიტომ რომ იყო კოსოვო არ უნდა ეკნათ კოსოვო იყო შეცდომა რომელიც დანაშაულზე მეტია გახსოვთ ის გაბერილი გუბაზი რო იძახდა გადაცემაში ვისია კოსოვო შალო თელი შეცდომა ალბათ ის არის არა მარტო ჩვენი დამკვირვებლების თქვა ასე ან ადამიანების რომლებიც რა კარგი სიტყვა დამკვირვებელი ეს არის გარეშე დამკვირვებელი ეხლა მივხვდი რომ დამკვირვებელი უნდა არის ჩვენ ვართ ის დამკვირვებლები რომლებიც შეშფოთებას არ გამოვხატავთ ხო იმიტომ ფეხებზე კიდე ინტერესი არა ვიცი რა მოდი ესე ვიტყოდი ინტერესით უყურებთ მსოფლიო სპექტაკლს დამკვირვებელი არის გენიალური ეხლა თქვი დამკვირვებელი ანუ ვინ ახარ აი რა კარგი კრედო გაქვს ცხოვრებაში აკვირდები რა ხო მჭვრეტელი დამკვირვებელი და კიდე არის მეორე ეგეთი ბოდიში ოფტოპიკისთვის მედია მკვლევარი აი ეს გოთვერნობა ანუ რა არის არა ეგ არის გოთვერნობა ეგ არის ეფემიზმი ხო ეგ არის ეფემიზმი ძალიან ცუდი რამე ცუდი სიტყვის ვერ ვიტყვი მაგრამ როგორ ახარ არც მედიაში ხარ სტატიებს არც ასწავლი ხო მედია ციგნიერება ხო იყო ეგეთი მედიასთან რაც არის სულ მგონია რომ არის ჩათლახების მოგონილი მედია და რაღაცა რომ მოდის მედია ციგნიერება მედია რაღაცა ეს მე საერთოდ მგონია ყველაფერი ფეიქია ხო მედიას მერე რაც მოდის ხო აი ციგნიერება ხო მნიშვნელოვანი და მედია რო მედია ციგნიერება აი ხო და მაიცა გითხრა და მედია მკვლევარი ეს არის ყველაზე დიდი ჩათლახობა იმიტომ რომ წარმოიდგინე მედიაში არ ხარ სტატიებს არ წერ არ უკეთებ მედია ორგანიზებას და პლუს არც ასწავლი. ანუ მედია მკვლევარი იკოლევ. ანუ რასეთ კახარ რა იკოლევ. აუ რა მაგარი სხვათა შორის მეგობრებო ხომ მოვად რომ მოვესწრებით რომ ეს NGO სექტორი ჯოჯოხეთში დაიკარგება რა დარტეს რომელიღაცა წრეში ზოგი რომელში განაწილდებიან და ეს ტერმინები როგორც ახლა საბჭოთა ტერმინები ხო პროლეტ კულტ ლიკბეზი ეს მე NGO ენა დაიწყებას მიეცემა მედია მკვლევარი ეს ხო ძალიან მაგარი შეიძლება დარჩეს როგორც ძალიან საინტერესო ეგზოტიკური აი უყურე რუსული ენა წავიდა მაგრამ დარჩა სამანქანო ტერმინოლოგიაში როგორც კრილო როგორც ჟესტიანჩიკი საბურავი ხო ჟესტიანჩიკი და ამ შემდეგ არა აი არ არის გამორიცხული რომ ეს ეგრეთ წოდებული ტოლერანტობა და რაღაც ეგეთი სიტყვები NGO ჟარგონი დარჩეს მედია მკვლევარი აი ნინო დანელია იცი შენ ვინ სადღაც პერიფერიაზე რატო გამახსენდა ხა კი არ ვერჩი მაგრამ ნინო დანელია ხო იცი კი მახსოვს ეგეთი პერსონაჟი ნინო დანელია იცი ვინ არის მედია მკვლევარი მე მახსოვს მიშას წინააღმდეგ აქციებზეც გამოდიოდა კი ნუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს როგორ ბატა უკეთ დიდი ბოდიში მაპატიეთ ლირიული გადახვედი ლირიული გადახვედი ხო საუბრობდით იმას ჩვენ საუბრობთ იმას რომ ჩაი ვაკვირდებით ჩვენ ამ კონფლიქტს დაპირისპირებას და ალბათ ყველაზე ისეთი საინტერესო მომენტი ამ დაპირისპირებაში თქვა ასე არა რასაც შეიძლება უკრაინული კონფლიქტი უწოდოთ დასაწყისში წმინდა ფსიქოლოგიით ახსნა ყველაფრის რომ აი პუტინი გაგვიჟდა აჰა ასე შემდეგ მაგრამ პუტინი მოკვდა მაგრამ ხო არა ტაბლიაშვილის ცნობილი არცივარში ყავთ ტაბლიაშვილის ცნობილი ნარატივი რომ ვალდაის მასივა ხო და აი ეგ უყურე რა არა მე თუ კუდარია ვალდაიში ნატო სხვა მასივა სამი ახლოს ვალდაი იმიტომ რომ ეს არის მესმის არა ვალდაის საკრალური ადგილია კონფერენციები იმართება სადაც ურალის ომელგაც ბუნკერში პუტინი მაგრამ არც ორი ორეული ყავს და აქედან ერთი მკვდარია და თვითონაც მკვდარი არა მარტო პუტინია მკვდარი კიდევ ერთი ორეულიც არის მკვდარი რატო კაც ხო არ ვიცი ეს უკვე არის რაღაცა მისტიციზმი სფეროა და აქ საჭიროა უკვე მკვლევარი შედარებით არა მედია მკვლევარი არამედ შიზოფრენიის მკვლევარი შედარებით რელიგიათმცოდნეობის ხო კარგია ხო აი ეს მე იყო როგორც აი მოდით რა მივდიოთ მეგობრებო ხო გვაგდრო ცოტა ანუ რის მომიდა ყურე არა გეხოცე დაამთავროთ და მე მაგარ რაღაცას მივდიო ომის შესახებ როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი და დღეს უკვე ჩვენ ვლაპარაკობთ 3 წლის მერე უკვე ნელ-ნელა
მეტნაკლებად ვლაპარაკობთ ობიექტური მიზეზების შესახებ, რომ თურმე ჩვენ არა ტრამპი ამბობს. არა, ჩვენ ამ ყველაზე ჩვენ ტრამპი ამბობს, რომ ნატოში შესვლა რო უთხრესო უკრაინასო, მაგიტო დაიწყო ომი. გულისხმობთ ყველა ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ არ აქვს ჩართული. ამერიკის პრეზიდენტი რა ხან ამბობს, რომ ნატო არის ქიხი. თქვენ რო ნატოში შესვლა გადაწყვეტილი. ანუ შენ ნახე თუ არა პუტინმა რა აჩუქა პორტრეტი ნახე. ტრამპი აქ რა დავარქვი, ტრამპის აპოთეოზი. ძალიან ვერაგიტაცი არის პუტინი. ცნობილი ნახატები, ესეთი ჟანრი, ჰერმესის აპოთეოზი, აპოლონის აპოთეოზი, ალექსანდრეს აპოთეოზი. კი ბატონო. ეს არის ტრამპის აპოთეოზი. შეხვდები ვერაგიტაცია. ბიზანტია რა მაგარია, რა აკეთები. მოდი დავამთავრებ მაინც იმით რომ და დღეს უკვე ჩვენ ვლაპარაკობთ ობიექტურ ენაზე. ანუ არა სუბიექტური სიგიჟის კატეგორიებში, არამედ რომ აი ნატოს გაფართოება, გეოპოლიტიკური პრობლემები, მეორე მსოფლიო ომი, რომელიც არ დამთავრებულა და ეხლა მთავრდება. ესმის, აი ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი ომის შესახებ დისკურსის. მე მახსოვს ომი რომ დაიწყო, ნუ ჯერ ხო ზელენსკის ავატარი თუ არ ქონდა, გოიმი იყავი, რუსი იყავი რა. ზელენსკი გახდა ერთ წელიწადში გახდა რუსი კი არა, უკვე ბელორუსი იყავი. ზელენსკი გახდა ყველაზე საყვარელი, ყველაზე ცნობილი, ყველაზე სინათლის რაინდი. და უცებ ეს შემოგველია ეს ყველაფერი რა. და ეხა ხათაშორი მივიწყა. TikTok-ი გექნება ნანახი ქართული ოპოზიცია ზელენსკიზე. სხვადასხვა პერსონაჟები, რომ ეს არის გმირი, რომ ეს არის ეპოქის რაინდი, რომ ეს არის წმინდანი და ამ შემდეგ. ჩვენ უნდა გვყავდეს ზელენსკი. ჩვენი ზელენსკი რომ მიშა და ციხეშია, მე მიშა რომ წერდა ზელენსკი ძმაო ზელენსკი, მე აქედან რაც შემიძლია. გახსოვს მიშა, მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორი ისტერიკო. ღმერთო ჩემო რეები გამოვიარეთ. მიშა რომ მიიყვანეს ციხეზე, სუდზე მიიყვანეს ციხიდან და მე დააგვიანა მოსამართლეს 20 წუთი და მე აქო ეგრე კი არ არის სადამაკ ამის დროური. რეგიონის ერთ-ერთი თავარი ისავარო და იქო ზელენსკისთან მაგ სალაპარაკო. ანუ იქ მუშაობდა რა. საათამაკ მაგის დღე ხა ამის დრო არა მაქო რა. გახსოვს რა სიგიჟე იყო და აი როგორ ულმობლად ისტორიამ აი რა არის მაინც ისტორიის ეს დაუნდობელი ცინიზმი. ვერაგულად მოექცნენ ზელენსკის არა, ზელენსკი მოექცა ვერაგულად უკრაინელებს და უკრაინელ ერს გაანადგურა ისტორიამ პრაქტიკულად. არ აპატია ეს. ჩვენ ქართველებს შეცდომები გვაპატია. რაღაცა ბიჭო აი ეს ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. რა გვაქვს ისეთი რამაც გადაგვარჩინა. ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი საუკუნე. ხედავ როგორ არა შალვა რა. დაუბნელა გონება უკრაინელებს. ხედავ. იცი რა არის მე მაინც გონია რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიის სიღრმეს. და იცი რა არის რასაც არასოდეს არ აი ბოლო პერიოდში იყო ეს პოლიტოლოგიური ესე ვიტყოდი სტერეოტიპი გავრცელებული რა მნიშვნელობა აქვს ისტორიას. მაგრამ აი დღეს აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიას, ისტორიის სიღრმეს, საიდან მოდიხარ, ისტორიის გამოცდილებას, კოლექტიურ არაცნობიერს პირდაპირ ვიტყვი და ამ აზრით ესე იგი უკრაინის ტრაგედია აღმოჩნდა რომ მას არ აღმოაჩნდა ისტორიის ღრმა წყალი. თურმე ის იყო აი ფონი რასაც ქვია ხო ქართული სიტყვა რო ფონს ვერ გავიდაო ამ ფონს გავიდაო ხო ჩვენ ფონს გაგვიყვანა ისტორიის ამ ღრმა წყალმა. თუმცა ჩვენ გიჟები არანაკლები გვყავდა ვიდრე უკრაინაში. აი მაგას გეუბნები, მაგრამ ბევრი რამე არის დალეკილი უყურე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულ იდენტობაზე, ხო? ჩვენ ვლაპარაკობთ 3500 წლის სახელმწიფოებრიობა, 1600 წლიანი ქრისტიანული იდენტობა, ხო? 1600 წლიანი ქრისტიანული იდენტობა, როდესაც ძალიან ბევრი რამე გამოიარე. ხო? უკრაინას დრო არ იყო, ისტორიული დრო არ იყო. შეიძლება მას წინ ბევრი რამე აქვს დაუშვათ აი ახალგაზრდაერია 17 საუკუნეში უკრაინა როგორც სუბიექტი გაჩნდა ისე 1917 წლის შემდეგ ლენინმა გააჩნდა არა მარტო ლენინამდე გაჩნდა შენ გახსოვს გერმანელებმა გააჩნდა მიხაილ აფანასიევიჩ ბულგაკოვის ბელე გვარდია სადაც არის ნაჩვენები აი უკრაინის დაბადება თქვა დასე ხო გენიალური რომანი სადაც არის ნაჩვენები აი ეს
პეტრიორას შემოსulis ეს პერიოდი და გეტმანის უკრაინა. ნუ ეს ყველაფერი როგორ იყო ისეთი ქაოსი, ისეთი ეს პარადკე, ესეთი და თითქოს აი ეს ეხლა ამას რო უყურებ, მე გადავიკითხე რამდენიმე წლის წინ და მეგონა რომ დღეს არის დაწერილი. და დღეს. აი პატა ბურჭულაძე წერს, შეხვდი პოლიტიკურ პარტიებს. პატა ბურჭულაძე ხალხო, თაღლითი და ღარიბი ბავშვებისთვის ფულის მომპარავი. შეხვდი პოლიტიკურ პარტიებს და ყველამ აიტაცა იდეა რომ ჩავატაროთ თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში. არჩევნებს სტოპ. აი ეს არაფერი არ არის, კაცო, ეს არ არის სიგიჟე. ხო, აბა ვითხარი. არა, ეს არ არის სიგიჟე, მეგობრებო. არჩევნებს ტელეფონებით ჩავატარებ. აჰა. გენიალური. ნუ მე არ ვიცი რა გადაცემები ხალხო რა აზრია კაი ხალხო ლაპარაკობ ძივართ გიჟებთან მე მინდა ჩავუშვა პატა ბურჭულაძე არსებობს ესეთი არხი რუსული ქვია კულტურა და არის ესეთი გადაცემა კი ძალიან კარგი არხია ხშირად უყურებ ენიგმა მუსიკალური გადაცემა სადაც ელაპარაკებენ ამას წინათ იყო პატა ბურჭულაძე როგორც გამოჩენილი ბასი და რას ამბობს თავის თავზე როცა შეეკითხა თქვენ როგორი ტიპის მე ვარო ტიპური რუსული ბასიო ჩემი თავარი და რუსკი ბასი მე ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი როლიო ეს არის მუსორგსკის ბორის გოდნოვიო და თქვენი წარმართებლობაო და თქვენს შორის ნანახი მაგ და ძალიან არ მომეწონა და მაგრამ აღმოჩნდა რომ როგორც მომღერალს აქ კრიტიკული აზროვნება ჩემი ყველაზე დიდი ჩავარდნა იყო 1993 წელს თბილისში დაიდგა დონ ჯოვანი და ლეპორელოს არეა შეასრულა პარტია შეასრულა და ეს ლეპორელოს პარტია იყო ჩემი დიდი ჩავარდნაო ხო და აი ძალიან საინტერესო რა არის აი ეს აბსოლუტური შიზოფრენია აი ხოშტარიას ნობელი კაზუსის არ იყოს იქ არის რუსული ბასი და პირდაპირ ლაპარაკობს ამაზე და აქ არაფერი და სპეციალური სკოლა რუსული ოპერა ხო რუსული ოპერა მუსორგსკი ჩაიკოვსკი სადაც არის განსხვავებული ბასი იტალიურისაგან როგორც ამპლუა თქვა და ასე როგორც აი ბორის გოდუნოვი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამპლუა ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტია სოფლიო საოპერო თქვა და ასე ჟანრში მე ესე ვიტყოდი. აი ეს არის. და ის ამბობს რომ ჩემთვის იტალიური ჟანრი, იტალიური ბასი კი არ არის ახლოს, არამედ მე ვარ სწორედ რუსული ბასი. ხმის გარეშე გავუშვით ეს გადაცემა, მეგობრებო რა, აი გავუშვით ხმის გარეშე. უნდა მოვძენოთ. ჩაგიგებთ ენიგმა. მეგობრებო, ხო? ჩაგიგებთ მეგობრებო, ხა აქ სად არის, სად მოვძენოთ ესე უცებ. ნახეთ რა როგორი წყაზარი არის საერთოდ და ხო აი ეს ჩაგიგებთ ძალიან ნორმალური რუსული ლაპარაკობს სხვა შორის ხო მაგრამ ნუ ავატყოფია რა იმიტომ რომ არაფერი ავატყოფი არ არის არა ტელეფონებით ჩავატარებთ არა როგორ არის ჩვენ ერთმანეთთან უნდა განვასხვაოთ მე ესე ვიტყოდი რუსული სიტყვა არის დვურუშნიკობა ქართულად ორ პირობა თლად არ შესაბამება ამას მაგრამ ეს არის ორი სხვადასხვა ადამიანი, რომელიც ერთი მხრივ ფუნქციონირებს როგორც რუსოფობი საქართველოში, ხოლო რუსული ბასი რუსეთში და ევროპაში. დიდი მადლობა ჩემო კარგო, ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერი კარგად იქნება და იმ მონაკვეთს, სადაც ისაუბრებს, რომ ია რუსკი ბას, ამოჭრიან ჩემი კოლეგები და აუცილებლად გავუშვებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ეპოქალური განცხადება. და რა თქმა უნდა, ტელეფონით უნდა ჩავატაროთ. ოღონდ როგორი ტელეფონით, იცი? არა მარტო სმარტფონი. ბურჭულაძე გვერეკავს და გვევნება ია რუსკი ბას. კი ბატონო. ეგ არის, იმიტომ რომ სმარტფონით არა. დეჩებს არა აქვს სმარტფონი მაგალითად. ხო უნდა მიიღო ყველაზე. მე მგონი დაურიგებენ ყველას ტელეფონს. ნუ დებილია ხო? ბოდიში ამას არ უნდა ვაუბრე. აბსოლუტური იდიოტია რა. ტელეფონებით ჩავატარებთ. კარგად გზარდებოდეთ, კი არა და ამ ეტაპზე კარგად გზარდებოდეთ, შემდეგი ძალიან საინტერესო სტუმარი ნიკოლოზ მეტრეველი მოსულია. всё. ეგ გვეყოლება თუ რამდენიმე ხანში. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ნიკოლოზ მეტრეველი არის ჩვენი კაცების თქმით, მოგესალმებით ნიკოლოზ. საერთაშორისო ამბები განვიხილეთ ჩვენს ახლა, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ამბებთან, ხო? მე მგონი რომ უკრაინის ომი დასკვნით ფაზაში შედის სამწუხაროდ უკრაინისთვის. და ჩვენზე აი ეს ზეწოლა უკვე მცირდება, რასაც მე უყურებ, ეს კანონები მუშაობს, აგერ ხო თქვა, სოფლიოში ყველაზე მაგარმა რევოლუციონერმა
ჩეგევარას შემდეგ ურანუაშვილმა რომ ხელს გვიშლის ეს კანონები ოფულის მიღებაში, მაგრამ საერთოდ რაღაც ეტაპზე შეიძლება ასეთი სახის რყევას თავი დაარებონ. თუმცა არავინ არ იცის. ქაოსში ვართ და შეიძლება ესეც არ იყოს და გააგრძელო მცდელობები. აი რა ანალიზის საფუძველი გვაქვს რომ აი ამ თემას გავუკეთოთ. ძალიან საინტერესო კითხვაა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. კი, უკვე ომი მესამე წელია მიმდინარეობს და გასაგებია სოფლიოში ბევრი რაღაცა გამოაშკარავდა და მე ყველაზე ძალიან ის მომწონს ხოთაშორის რომ გარკვეული ლუსტრაცია მოხდა ევროპული დასავლური ღირებულებების ქართულ ხალხში, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად წარმოდგენა არსებობდა რამდენიმე წლის უკან, რომ აი ევროპაში ჩვენ რო შევიდოდით რაღაც 64-ში აღმოჩნდებოდით ერთ დღეს ევროები ჩამოიყრებოდა ციდან, ნუ რაღაცას გვეუბნებოდნენ თითქოს კანდიდატის სტატუსს რომ მივიღებდით, რაღაცა ძალიან დიდ თანხებზე იყო საუბარი, როგორც მოლდოვამ ვითომდა მიიღო, თუმცა ჩვენ ვიცით რომ მოლდოვა არაფერი არ მიუღია სერიოზული და ურთულეს ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა, ძალიან დიდი შანსია რომ ეგ მაიასანდოს არ წააგოს არჩევნები, რომელსაც მე გადაითამაშებენ და იტყვია რომ არ წააგეო. ხო, ეს ამის როგორც რუმინეთში კი ბატონო, რუმინეთში საერთოდ რაც მოხდა ეს საერთოდ წარმოუდგენელია. არ ვიცი ეს ხა არ მოხდა რა არასოდეს. მართლა არ ვიცი რა დავარქვა ამას. აზრი კარგება დემოკრატიის იდეას. რა დავარქვათ, არ ვიცი. ჩვენ რეალობას რაც შეეხება, ნუ ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, ვიღებთ პრევენციულ ნაბიჯებს, აგენტურა ფაქტიურად განეიტრალებულია, ასე ვთქვათ, ესეთი ტერმინია ომის დროს, როდესაც რაიმე ქალაქს დაიკავებ, მე ამის გაწმენდა ხდება, ესე ხდება დღეს ქვეყნის გაწმენდა აი ამ რადიკალური ძალებისგან, მათ ყველა ბერკეტი გამოცილი აქვთ, ერთადერთი ბოლო სავაჭრო შეიძლება იყოს ეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომელიც ბოლო კოზირია მათ ხელში პრინციპში აბსოლუტურად განეიტრალებულია და ამ ხრივაც ახლა მაყურებელი ნებისმიერი ადამიანი რა თქმა უნდა უვიზოთ სიარული კაია ევროპაში, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის ფასი, ანუ რაღაცის სანაცვლოდ, ხო, ახლა ჩვენ როდესაც უნდათ ამით ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ იმ ძალებს რა ევალებათ, რომ საქართველოს მიიყვანონ იმ წერტილამდე, რა წერტილშიც არის უკრაინა და ახლა მე დავწერე კიდევაც, ალბათ ვიზების რიგში როგორც ვიდექით, შეიძლება ეს არც მოხდეს ჰიპოთეტიურად ვამბობ, მაგრამ ვიზის რიგში დგომას ცოტა ხნით ბომბების წვიმაში დგომას ნამდვილად ჯობია, ღმერთმა დაგვიფაროს. ეს გაჭირვება თუ ამის საპირწონე იქნება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ საზოგადოება მინდა რომ გაიგოს კაფიოთ რისთვის ხდება, ანუ ხო, ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული წინასაარჩევნო ნაბიჯი, სხვადასხვა ნაბიჯები ჩვენ გვახსოვს ევროკავშირის ვიზა ლიბერალიზაციის. კი, მაგას გულისხმობდა მთლიანობაში, ჩვენ უბრალოდ გვახსოვს, რომ თუნდაც ევროკავშირის ერთში ღიად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, ხო, მისი განცხადებები სხვადასხვა, ნუ არ ვიცი, ხა ამერიკის საელჩო მაშინდელი წარმომადგენლობას ქარდებს დებდა, ნუ წარმოუდგენელი რაღაცა, ეხაც საოცარ ქარდებს, ეხაც საფრანგეთის საელჩო მაინც აგზელებს შეფარვით, ეხა ვინც ნუ წარმოუდგენელი ფაქტი არის ესეც, რომ რაღაც რუკებს ადგენენ თითქოს, ხო, აი ნუ რა რუკებს ადგენენ ეს. ამას ეკითხება შალვა პაპუაშვილი და ყველა ობიექტური მედია საშუალება, მათ შორის თქვენც, მაგრამ ამაზე კითხვა, ამაზე პასუხი არავის არ აქვს. ხო, აი რა რუკებს ადგენენ. რა თუნდა რუკები შედგება სამდენი ფული. და რა გამაინდა-მაინც ვინც დედამ დაწყევლა იმან შედგება. ხო. გასაგებია ხა, ნუ გასაგებია რა. კიდევაც ნამდვილად. და კიდე აქ საზოგადოებამ რომ იცოდეს, რაღაც ტალღები იყო, ხო, თავიდან ცადეს პოლიტიკოსებით მოწყობა რევოლუციის ან არჩევნებში გამარჯვება. შემდეგ იყო ეს მდიდარი NGO-ს წარმომადგენლები, რომლებიც აბარგდნენ სცენას და ბოლოს ახლა ვიღაც საზოგადოების რაღაც ნაწილს შეიძლება გონია მაგალითად, რომ ეს მსახიობები დოიდა მისი რაზმი, ეს იყო ბოლოცთა კიდე ერთი მათი ხრი, იმიტომ რომ ამაზეც ძალიან დიდი ფულია დახარჯული. მე მგონი რომ ხელისუფლების წარმომადგენელი იყო ჩემთან პირველ ნაწილში თუმრად და ეს 50 ბომბი ხო მე სხვას ვერაფერს დაუძახებ სისტემატურად კეტავს უკვე აღარ ვარგა სახელმწიფოსთვის აღარ ვარგა უკვე ეს უნდა აღიკვეთოს ეს სახელმწიფომ აქვს კანონები და უნდა შეწყვიტოს დივერსია როგორ იცი აი 20-30 კაცი ქალაქის თავარ მაგისტრალს აჩერებს უკვე გაცდა ყველანაირ ფარგლებს რა. ხალხი არ არის კმაყოფილი ქართული ოცნების. არა მესმის. არ არიან კმაყოფილები აქ.
მესმის აბსოლუტურად მესმის უბრალოდ აქ არის გარკვეული სიფრთხილე საჭირო ყველანაირად მეთოდს არა შეიძლება არცაფერი არ მოხდეს მოყვებით აბსოლუტურად ამჟამად შეიძლება არაფერი არ მოხდეს მაგრამ დაიჭირე და გაუშვი ერთ თვიანში რა როცა ადამიანი სისტემატურად მესამეჯერ აკეთებს ამას შეგვიძლია გაუშვა ერთი თვით კი ბატონო მორჩა არის რამე პრობლემა არც არაფერი ხო ანუ რა გართულება შეიძლება მოყვეს არა მე უბრალოდ საუბრობ ზოგადად ჩემი განსახედა დილეტანტი ვარ და შეიძლება ვერ ხვდები მაგრამ რა ვიცი არ უნდა მიეცეთ შეიძლება ეს არც იყოს როგორც ვთქვით რა იმე სერიოზული მათთვის ხელშასაწყვეტი მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვცალოთ ჩვენ გვახსოვს რომ თითქოს სისხლი ნახეს რუსთაველს და გაირკვევა რომ ძაღლმა უკმინა ერთ-ერთ აქტივისტს და თითქოს რომ აი პოლიციელებმა თავი არტყმევინეს ადამიანს აი ესეთ იაფ ეს ჩვენ გავლილი გვაქვს ხო ეს ყმარას იაფი მეთოდებია რომლებიც დღეს დაუძველდათ ამ ხალხს მაგრამ ნუ არ უნდა მივცეთ ზედმეტი საბაბი ეს ძალიან ეფექტიანი მექანიზმია ჩემი აზრით ჯარიმების მექანიზმი თუმცა რა თქმა უნდა თუ ეხა ეს აძლევენ მაგის ფულს მაგათ ეტაპობრივად მათ ეს ფული მე მგონია რომ გაუთავდებათ თვითონაც ამას აღიარებენ და ის სწორი კანონები რომელიც იქნა საბოლოოდ მიღებული ამან სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ეს ესეც უნდა მომხდარიყო და ხედავთ რომ ეს შედეგი არის ახლა ნელა წყნარად არის გასაგრძელებელი მუშაობა ქვეყნის ეკონომიკა მშვენივრად მუშაობს ეხლა ვინც არიცის მაგალითად ევროკავშირში ყველაზე კარგის და აქვს ესპანეთს რომელსაც აქვს 3% ხო სამჯერ მეტი გვაქვს ჩვენ ყოველწლიურად ბევრად ეფექტურად იზრდება ქართული ეკონომიკა და 2030-ისთვის ძალიან კარგი შედეგით უნდა შევხვდეთ და ეხლა გადავხედოთ იმ ევროპასაც იქაც ურთულესი მდგომარეობაშია გერმანია საფრანგეთი ეხლა რატო გეგმავს მაკრონი ვადამდელი არჩევნების დანიშნას ხო რატო ინიშნება საერთოდ პრაგმატულად ბანალურად რო ვთქვათ ვადამდელი არჩევნები რომელიმე ქვეყანაში იმიტომ რომ რაღაც პრობლემაა რაღაცა სირთულეა ხო არა მე იმას ვამბობ რომ ურთულესი ეკონომიკური ვითარება აქვს მისი მაგალითად მაკრონის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე დღეს კიდე გააგრძელოს ესეთი ტოლერანტული მიდგომა ემიგრანტებისადმი რა ვიცი საფრანგეთში ვიწყარ უამრავი საკითხია და პარიზში ძალიან ძნელია ნახოთ თეთრკანიანი ადამიანი ფრანგიც არა თეთრკანიანი ადამიანი ძალიან რთულია ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იწევს უკმაყოფილებას გარდა ამისა ეს მამლაყინწური გაქაჩვა რომ უკრაინაში ჩავალთ ჩვენ ბირთული არაღიც გვაქვს აი ვისვი არა უბედურება არის ეს ახლა ნაპოლეონის მერე მაგათი ნაომარი არ გაიშვა. ახლა დღეს კიდე ამაზეც ითქვა, რომ თუ უნდათ ჩავიდნენ იქ უკრაინაში და იომონ, ესე ძალიან თუ რაღაც, მაგრამ ნუ ხედავთ, რომ ჩვენ სამშვიდობო მისიაზეც ვერ თანხმდებიან, ძალიან მცირე კონტინგენტი ყავთ ახლა. გასაგებია ახლა, რომ რუსეთი არის ძალიან საშიში ძალა და მით უმეტეს ახლა რუსული არმია ფლობს ინიციატივას, ეს ჩვენთვის სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ეს არის. პუტინმა ხომ მიაღწია თავისას. ხომ მიაღწია იმას, რომ ამერიკა ეხლა დღე-დღეზე აღიარებს უკრაინას. ყირიმს აღიარებს დღე-დღეზე. მიაღწია თუ არა? იყო თუ არა შეცდომა კოსოვოს აღიარება? იყო თუ არა კატასტროფული შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია? ბელგრადის დაბომბვა იყო თუ არა შეცდომა? ეს ავანტიურები, ეს 90-იან წლებში, როცა დაუსჯელობის სინდრომი ჰქონდა ამერიკას, მაშინ ჩატარებული ეს ავანტიურები იყო თუ არა? მე ამერიკის პრობლემა რო გახდა. ეხლა რომ ტრამპი იძახის რომ ომი რუსებს არ აბრალებს ომის დაწყებას. როგორც კი ნატოზე განაცხადი გააკეთა და დაიწყო ომიო. ანუ რასაც ჩვენი პრემიერი ამბობდა, გახსოვს? კი ბატონო, კი ბატონო. ეს იყო თუ არა კატასტროფული შეცდომა, რომელმაც დაღუპა ეს დასავლური სამყარო თითქმის. დაასუსტა ძალიან. იძულებულები არიან დაუთმონ რუსეთს, თუ არ არიან იძულებულები. რა ეხა ტრამპს რო გქონდეს, მოდით რა პირდაპირ თქვა. ტრამპს რა უყვარს ისა პუტინი თუ რა? ტრამპს აღარ აქვს იარაღები. ეს ყველა შესაძლო სანქცია გამოიყენეს რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობის ფასი დაუგდეს, მაგრამ აქვს იმას ეს ოხერი, ჩრდილოეთ კორეას გამოართვეს ამ კი, იარაღს და აბსოლუტურად ერთი და იგივეს ვამბობთ ეხლა რა. ჩვენ კი არავინ არ ამბობს, რომ რუსეთს დალხენილად აქვს სიტუაცია და არ უჭირს და ამ ტანობა მეტი აქვს, თორე რა თქმა უნდა, მსხვერპლის უზარმაზარი მსხვერპლი აქვს რუსულ არმიას, მაგრამ ნუ რეალობა არის ეს, რომ რუსები მიდიან კურსნაბიჯებით, მაგრამ მიდიან წინ, ხო, ანუ ეს არის ფაქტი. და არა ის, რომ რაღაცა იქ ეგრეთ წოდებული გიორგი თარგამაძის ექსპერტები და ტელეპიროზე ვიღაც სხვადასხვა ისინი, რომ აი ჩვენ ორ თვეში თურმე უკრაინასთან საერთო საზღვაური გვექნება და
გახსოვთ ალბათ რომ გუბაზი რო გამოდიოდა ეს პოლიტიკური გვამი და ესაო ჩვენო უკრაინაო რამდენიმე თვეშიო მომთავრებსო რუსეთსო საქმე აი მანამდეო მიშა თუ მიაღწევსო მერეო ქართულ ოცნებას ისე ეკდება საქმეო რომ მაშინვე გამოუშვებს სააკაშვილს აი თავარია სააკაშვილის ჯანმრთელობა თუ გაძლებსო ეს რამდენიმე თვეო ხო და ნუ ეს ექსპერტები ვიღაც გაურკვეველი ხალხი ორი წიგნი რო არა აქ წაკითხული და რუკა არიციან ელემენტარულად ის ხალხი რაღაცას ლაპარაკობდა რომ აი უკრაინა დღე-დღეზე რა ვიცი მე სადამდე წავა კურსკს აიღებს და უფრო მეტიც მოსკოვამდე შეიძლება ჩავიდნენ და ჩამოიშლებოდა და თითქოს პრიგოჟინი გახდებოდა მერე იქ მხედართმთავარი არ ვიცი მოკლედ 1000 სისულელეს და საბედნიეროდ ჩვენმა მოსახლეობამ ხელისუფლების ბრძნულ ნაბიჯებთან ერთად ასეთ ავანტურაზე არ წავედით მაქსიმალურად თხილად ვიმოქმედეთ არ დავაზარალეთ ჩვენი ეკონომიკა წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა რა დღეში ვიქნებოდით დღეს ვიქნებოდით მართლა ისე როგორც არის მოლდოვა და სხვა ბევრი ქვეყანა ამიტომ ყველაფერი არის ნორმალურად, მაქსიმალური სიფხიზლე და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა. დღეს ეს არის აუცილებელი. მე ვფთვლი, რომ ქართული ოცნების გუნდი არის ძალიან შეკრული. მე მინდა აქვე მადლობა გადაუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს იმ პრინციპული პოზიციისთვის, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში მას მოუწია გაიარა თუნდაც ამ ზეწოლების ფონზე და წარმატებები მინდა მას უსურვო. მე დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ოქტომბერში საბოლოო გამარჯვება იქნება და ეს დაასრულებს ოპოზიციას. შენი აზრით აი ეს 4 პარტია ხო გავიდა და გახარია მიიღეს მონაწილეობას უკვე ცხადია აი ეს სამი დარჩენილი ლიბერდებილური და ეხლა ნაციონალური ოპოზიციის პარტიები მიიღებენ ნაციონალური მოძრაობა ფაქტიურად აღარ არსებობს ხუთიანი ალბათ მიიღებენ საბოლოო ჯამში იმიტომ რომ თუ ჭკუა აქვთ ეხლა ლოგიკა ნუ გააჩნია ეხლა მეორე საკითხია დასავლეთიდან რას ეტყვია რა მდგომარეობა იქნება იმ დროს რა იქნება უკრაინაში როგორ დასრულდება ამბავი თუ მანამდე დასრულდება და მეორეა აქ რა სიტუაცია იქნება ეხლა აპრიორი იციან რომ მათ არავით არის შანსი არ აქვს თუმცა რაღაცა შეიძლება სადონ რომ აი ერთ რამდენიმე ქალაქზე კონცენტრირდნენ თუმცა აქაც ვერ დაალაგებენ ელემენტარულად იმდენად თვითონ ერთმანეთში სიძულვილი აქვთ რომ ვერც დაალაგდებიან ლოგიკურად ადრე თუ გვიან ჩვენ გავიგებთ მეგობრებო დარწმუნებული ვარ გავიგებთ სულ ეხა უკვე ცხადდება ციფრები და დიდი ციფრებია მაგრამ ჯერ ყველა მონაცემი ალბათ არ არის ან საიდუმლოა ზოგიერთი მონაცემი თუ რამდენი დაიხარჯა უკრაინის ომის დაწყებიდან საქართველოში ოცნების დასამხობად. მე დარწმუნებული ასეულობით მილიონი დოლარი. ასეულობით. დარწმუნებული ვარ ამაში. ასეულობით მილიონი დოლარი. მარტო ბაია პატარაიამ გადაიხადა 9 მილიონის ჯარიმები რამდენიმე კვირის უკან. ხო, ჯარიმები მაგას ვარ მასშტაბზე. შენახვა, ბევრი ტელევიზიები და აქტივისტები. ყველაზე ცუდი რა არის, რომ რამხელა ზარალი მიაყენეს სახელმწიფოს. ამაზე საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომ დაახლოებით ამ წლებშიო სადღაც 2019 წლიდან 5 მილიარდი დოლარი იზარალა საქართველოს ეკონომიკამო. ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ეს ფული ხო ქართველებში დაარიგდა და იქნებ კარგი წარია. მათები დაარიგდა. არა, ნუ საბოლოო ჯამში მათ ეს ფული აბსოლუტურად ჰაერში გაისროლეს. ანუ შედეგი მათ ვერ დადეს. შედეგი იყო ხელისუფლების ჩამოშლა, შეცვლა და შემდეგ ქვეყნის ქაოსში და არეულობაში ჩათრევა. აი მიუხედავად დახარჯული ფულისა, აი რა მაინც შიშები გქონდა ჩვენ შეონაძის ამხობის შემდეგ ჩვენ გქონდა შიშები, რომ მაგალითად იპოვებდნენ ძალოვნებში ვიღაცას მოისყიდნენ ორჩემოდანს მისცემდნენ და ჩამოიშლებოდა ძალოვნები, ან ჩამოიშლებოდა სამინისტროები თელ და აღმოჩნდა რომ მართლა ვისი გაშვებაც იყო საჭირო რეალურად 5%-ც არ არის მე მგონი რა ისეთი საჯარო მოხელეებში. ეს გეგმა იყო საჯარო მოხელეების, საჯარო სამსახურების ინსტიტუციების ჩამოშლა, ხო? დღეს ეს იყო. მერე იყო საკრალური მსხვერპლის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფის არ გამოვიდა ეგეც, იმიტომ რომ არ გამოვიდა რა, ფაქტია რომ არ გამოვიდა, ხო? აი რაღაც ბევრი გეგმა იყო, რასაც ჩვენ უკვე ვიცით, ხო? შეჭრას სადეს არ გამოვიდა. ანუ აი როგორ გითხრათ რა, აი ყველა გეგმა, რომელიც ხათაშორის ჩვენ წინასწარ ვიცოდით. კი ბატონო, იმიტომ რომ განა იმიტომ რომ ესეთი წერმეტყველები ვართ კაცო და წინასწარ ვჭრეთ. არა ეს ფერადი რევოლუციების აპრობირებული რა თქმა უნდა, მეიდნის და ასე შემდეგ.
არ გამოვიდათ არაფერი. რა თქმა უნდა, თქვენ ეს ზეპირათიცით ეს მეთოდოლოგია თქვენთ როგორც ხორციელდებოდა წლების განმავლობაში, თუნდაც 2003 წელს რაც მოხდა. ხო და ჩვენ ამაზე ვამბობთ მეორეხევად, რომ დღეს სხვა საქართველოა, ყავს ჩვენ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელმაც აპარატი დგას, ეხლა ჩვენ პოლიციელებსაც თუ შევხედავთ, ეს აბსოლუტურად სხვა ადამიანები არიან, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მათი ყოველი დიალოგი, საუბარი ქვეყნის ინტერესების დამცველები არიან ეს ხალხი და რაც თავია იაზრებენ რა შეიძლება მოყვეს იმას თუ აი ეს ხალხი მოვა ხელისუფლებაში და სად მოუწევთ მათ ოჯახებს პირველ რიგში ხა რამე რომ მოხდეს ხო ისევ ეს გმირი ხალხი უნდა წავიდეს ფრონტის ხაზზე ხო ესია რა აბა ესა იმ ზურაგილში ჯაფარიძე იომებს თუ ისა რა ქვია არ ვიცი მე სააკაშვილი თუ გიგი უგულავას ხთალი ხალხი ესენი იომებენ ისევ ეს ბიჭები უნდა წავიდნენ ფრონტის ხაზზე და ამიტომ ყველა ამას კარგად იაზრებს და იცის რა ხდება და ამავე დროს როგორც თქვი გუნდს ყავს ლიდერი ბიძინა ივანიშვილის სახით და ასევე შეკრული პარტია რომელმაც მოემზადა გაიაზრა ეს ყველაფერი და საკადრესი პასუხი გასცა აგენტურას ხო დასასრულს მინდა ერთი-ორი სიტყვა თქვა იმაზე თუ როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში რა თქმა უნდა არ არის კარგი როცა ოპოზიცია არ ყავს მე მახსენე კიდე ამ განცემაში არის ბევრი ადამიანი რომელსაც არ მოსწონს ქართული ოცნება და გასაგებია რატომაც ეს ძალა არის 13 წელი მიხედვით იმისა რომ თავარი წარმატება რასაც ქართულმა ოცნებამ მიაღწია ეს არის რომ ააცილა ომი და უბედურება არის ეკონომიკური ზრდა არავინ არავის არ არაკეტებს უდიდესი განსხვავება მაგრამ ადამიანებს სიკეთები ავიწყდებათ ანუ ეს ბუნებრივია არ უნდა დავზრახოთ რომ გასაგებია სიახლეზეა მოთხოვნა ეს გასაგებია ამას ივანიშვილი ყველაზე კარგად იაზრებს ანუ ეს ადამიანები დატოვებულები არიან თავიანთი წარმომადგენლობის გარეშე მათ შეიძლება მისცეს მაგრამ ეხლა აღარ მისცემენ იმიტომ რომ ესენი გიჟებად ჩათვალეს უყურე მისცეს ხმა რომ შესულიყო პარლამენტში მოატყუეს რომ გაყავდაო თუმცა უკვე ხვდებიან რომ მოატყუეს ამომრჩეველს გულისხმობ მათ ამომრჩეველს მერე წავიდნენ რევოლუციაზე და კი ბატონო ეგ როგორ არის ძლიერი თუ ხარ დამოყვება ხალხი უყურებენ ამ საცოდავ მარაზმს და უკვე აღარ გამოდის ხალხი ქუჩაში და შესაბამისად მე მგონი რომ სვიატა მესტა პუსტანი ბывает რუსები როთქვენ და რაღაც ახალ სიახლეს რა თქმა უნდა ეს აუცილებლად რაღაც გაჩნდება და ეს საზოგადოების დაკვეთა არის ხა ის ხალხიც ოპოზიციაში ვინც ოპოზიციას მისცა ხმა ელემენტარულად ის ხო ხედავს როდესაც 2020 წელს არჩევნებთან შედარებით ამ არჩევნებზე ოპოზიციამ აიღო 60,000 ხმით ნაკლები ანუ ეს როგორ მოხდა კაი დაუშვათ ოცნებას ჩაუყარეს მაგრამ 60,000 ნაკლები ხმა რო აიღეს თვითონ ამას რო ახსნა არა აქ არავით არის ვერანაირი პასუხს ხო ვერ გაცემენ და ნორმალური ადამიანი, ვინც ამას უყურებს, ოპოზიციონერი, ამომრჩეველი, ისიც ხო ამას იაზრებს. იმიტომაც იყო, რომ საბოლოო ჯამში არჩევნების მეორე დღეს საერთოდ ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში. ეს იყო არა, ხო, არა. შოქში არ დაიჯერა ხალხმა, რომ არ დაიჯერა და იმიტომ არ დაიჯერა, ნუ დგას ეს. ხადია ელექტრონული არჩევნები, ჯერ თვითონ იძახდნენ, რომ არჩევნები ვერ გაყალდებაო. მე თვითონ ამბობდნენ ამას, ხო, ნუ, მაგრამ ეს არის ხო მათი ხო, მაიმუნობა. ესენი არიან რა, რაც არიან, ესენი ამათ ახლა ლოგიკურად გაყვედა, ლოგიკურად შენ რაღაცა არგუმენტები ელაპარაკო ამ ხალხთან აზრი არა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მეტრეველი იყო ჩვენ გაცემის თუმარი ჩვენ ერთმანეთს მოვალ პარასკევში ხვდებით მეგობრებო, კარგად მგზავრდება.